მივესალმები დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს. დღეს 10 თებერვალია, ორშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერში 2 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით. დილამშვიდობისა, მოგესალმები ანი, მიხარია რომ დღეს შენთან ერთად წავიყვან დილის ტალღას. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებლებს. დღეს საინტერესო გადაცემა გავლდება წინ, ამიტომ არსად არ გადაართოთ და დარჩით ჩვენთან ერთად მომდევნო 2 საათის განმავლობაში. გადაცემას წაუძღობთ მე ანა შემოუძ და ანის ჟოჟაძე. ნახოთ ახლა გადაცემის ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. ორი ქერა ანა ეთერში პიზდეცია. გლენ მილერი პირველი მუსიკოსი იყო, ვინც ოქროს დისკი მიიღო. ეს მოვლენა 1942 წლის 10 თებერვალს მოხდა. 54 წლის მერე კი IBM-ის სუპერკომპიუტერმა Deep Blue პირველად მოუგო ჭადრაკის დიდოსტატს გარი კასპაროვს კლასიკურ ჭადრაკში. რა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები უკავშირდება კიდევ დღევანდელ თარიღს, გაიგეთ რუბრიკაში ამ დღეს. ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი ეშმაკ საცვია პრადას პერსონაჟს მირანდა პრისტლის სულ უფრო და უფრო ემსგავსება. ანტარქტიდაზე კი აღმოაჩინეს რომელიც თანამედროვე ფრინველს გავს, მიუხედავად იმისა, რომ ის 69 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ეს და სხვა საინტერესო ამბები სოციალური ქსელებიდან, რუბრიკაში ვებ-სიახლეები. შენი კერძი ორშაბათის დიეტის დაწყებაში დაგეხმარებათ და შემოგთავაზებთ დაბალკალორიული მწვანე სალათის რეცეპტს. გადაცემის მეორე ნაწილში დღის უკეთ დასაგეგმად არ გამოტოვოთ 10 თებერვლის უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბებით კი ტრადიციულად ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ელზა მჟავანაძეს, რომელიც სასაჩუქრე ბოქსების დამზადებითაა დაკავებული. ნახოთ როგორია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საქმის პროცესი და როგორია ელზას სამომავლო გეგმები. დაელოდეთ დილის რადიოს რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. დღეს ორშაბათია და წინ მთელი კვირაა, ასე რომ არ უნდა გამოტოვოთ ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან. გადაცემის მესამე ნაწილში ინგლისელი ფსიქიატრების დაკვირვებით ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ რუბიკის თავსატეხის აწყობას, ბრაზდებოდნენ და მისი დამტვრევის სურვილი უჩნდებოდათ. ზუსტად ასეთი არამყარი ფსიქიკის ადამიანებისთვის გამოუშვეს პლასტმასის ნაჯახები, რომლებიც კუბის დასასჯელად გამოიყენებოდა. ბათუმში კი არსებობს წრე, სადაც რუბიკის კუბის აწყობას ასწავლიან ბავშვებს. დეტალებს სიუჟეტიდან გაიგებთ. რა არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მოსამზადებლად და რა უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თუ აკადემიური ცოდნა. დაგველოდეთ, სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და დრო არის გავიგოთ თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს სრულად საქართველოში ამინდის პროგნოზი დილის ტალღაში. დღეს ბათუმში 9 გრადუსამდე გათბება ჰაერი და დღე ძირითადად უნალექოთ ჩაივლის. ქობულეთში 9 გრადუსი სითბო, ქედაში 6, შუახევში 4 გრადუსამდე გათბება ტემპერატურა, ხულოში 0 გრადუსი, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე -2 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ოზურგეთსა და ურეკში 10 გრადუსი სითბოა, დღის ტემპერატურა ლანჩხუთში 9, ჩოხატაურში 8 გრადუსი სითბო და -2 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა ბახმაროში. ფოთში +10, ანაკლიაში 11, სოხუმში 10, ხოლო ზუგდიდში 10 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა. კოპიტნარში +10, ქუთაისში 11 გრადუსი, ხოლო საირმეში +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი, მესტია +1, ბორჯომში +3, 0 გრადუსი, აბაკურიანში, ხოლო აბასთუმანში +1 გრადუსი იქნება დღის ტემპერატურა. ახალციხეში 3 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, გორში 5, ცხინვალში 4, ხოლო თელავში 4 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა და ნახოთ დედაქალაქში როგორია ამინდის პროგნოზი. დღეს თბილისში +3 გრადუსი იქნება და დღე უნალექოთ ჩაივლის დედაქალაქშიც, მოკლედ ასეთი ამინდის პროგნოზი. და ბუნებრივია უფრო ვცლად, თუ როგორი ამინდი იქნება სრულად საქართველოში დღის მანძილზე, ამ ყველაფერზე უკვე კობა ფარტენაძე ოდან მოგვიანებით შემოგვიერთდეთ. ეხლა კი მოდი ამინდის შემდეგ გადავინაცვლოთ და ვნახოთ როგორია დღევანდელი ვალუტის ეროვნული კურსი. გავიგოთ.
10 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 79 თეთრია. 10 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 90 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის 3 ლარი და 47 თეთრი ეღირება. ხოლო თურქულ ლირას 7 თეთრად შეიძენთ. დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 270,574 ლარია. 1 ეთერიუმს 7,421 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1772 ლარი ეღირება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს როგორც თქვით 10 თებერვალია, ორშაბათი და საინტერესოა რა ისტორიული მოვლენები უკავშირდება დღევანდელ თარიღს. ბატონო, ნახოთ რუბრიკა დღის კალენდარი. რომელიც უნდა გაგიზიაროთ, ეხება თანამედროვე ამერიკელი კულტურის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურასა და მსოფლიო პოპ-კულტურის ცოცხალ ლეგენდას ბობ დილანს. 1964 წლის 10 თებერვალს ბობ დილანმა ოფიციალურად გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი The Times They Are Changing, რომელიც დღესაც მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამუშევარია. ალბომი დროთა განმავლობაში პროტესტისა და სოციალური ცვლილებების სიმბოლოდ იქცა. სიმღერა სათაურით The Times They Are Changing 1973 წელს დაიწერა და ასახავდა იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ მღელვარებას საზოგადოებაში. ტექსტში დილანი მოუწოდებს ყველას, პოლიტიკოსებს, მშობლებს, ჟურნალისტებს, რომ გაიგონონ დროის ცვლილება და არ შეეწინააღმდეგონ სხვადასხვა გარდაქმნას. ეს იყო დილანის პირველი ალბომი, რომელიც მთლიანად ორიგინალური სიმღერებისგან შედგებოდა და კაფიოდ გამოხატავდა მის შეხედულებებს. ის დღესაც აქტუალურია და დღემდე მიიჩნევენ ცვლილებებისა და პროტესტის ჰიმნად. ამერიკელმა მუსიკოსმა, პოეტმა, მხატვარმა და კინომსახიობმა ბობ დილანმა 60-იანი წლებიდან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკის განვითარებაში. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით იგი The Beatles-ის შემდეგ მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, დილანი გრემის 9 ჯილდოს მფლობელია. დაახლოებით 10 წლის რობერტმა დაიწყო ლექსების წერა და ამავე დროს გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლუისმა და ადრეული როკ-ენ-როლის სხვა ვარსკვლავებმა, რის შედეგადაც რობერტმა დაიწყო თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფების შექმნა. მისი სკოლის 1959 წლის წიგნში გრაფაში თქვენი მიზანი რობერტმა ჩაწერა, ლითლ რიჩარდთან ერთად დაკვრა. დილანმა ფოლკ მუსიკით დაიწყო, მაგრამ 1965 წელს ნიუპორტ ფოლკ ფესტივალზე ელექტროგიტარით გამოსვლისას ფოლკისა და როკის შერწყმის ერთ-ერთი პიონერი გახდა. დილანი არ ჩერდებოდა ერთ სტილზე, ის ცვლიდა ჟღერადობას და მუდმივად ეძებდა ახალ გზებს. მასზე გავლენა მოახდინა ბლუზმა, კანტრიმ, ჯაზმა, რამაც მისი მუსიკა უფრო მრავალფეროვანი გახადა. დილანის ტექსტები გაცილებით უფრო ღრმა და პოეტურია, ვიდრე მისი დროის ტიპური პოპ სიმღერები. ბობ დილანის შემოქმედების მოყვარულებს დღეს კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ, გაიხსენოთ და მოусმინოთ მის საკულტო სიმღერებს. თუმცა მის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, ამისთვის განსაკუთრებული დღე სულაც არ სჭირდებათ. ვაგრძელებთ მომდევნო ისტორიული მოვლენით და კვლავ მუსიკალურ სამყაროში ვიტრიალებთ. გლენ მილერი პირველი მუსიკოსი იყო, ვინც ოქროს დისკი მიიღო და ეს მოვლენა 1942 წლის 10 თებერვალს მოხდა. პრესტიჟული ჯილდო მას ჩატანუგა ჩუჩუსთვის გადასცეს, რომელიც 1951 წელს გამოვიდა და გახდა პირველი სინგლი, რომლის 1 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. დაჯილდოების ინიციატორი იყო RCA Victor Records-ი, რომელმაც მილერს საზეიმოდ გადასცა სპეციალური ოქროს დისკი. ეს მოვლენა იქცა ტრადიციის დასაწყისად და მოგვიანებით 1958 წელს ოფიციალურად დამკვიდრდა ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის დისკების სისტემა. გლენ მილერი იყო ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი, კომპოზიტორი და ბენდ ლიდერი, რომელიც 1930-ან 40-იან წლებში ბიგ ბენდის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურა გახდა. მას უნიკალური ჟღერადობა ჰქონდა. მილერის ორკესტრი გამოირჩეოდა საყვირებისა და საქსოფონების სპეციფიკური ჰარმონიზაციით, რაც მაშინ სიახლე იყო. მილერი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ორკესტრის ხელმძღვანელი გახდა და ჯარისკაცებისთვის კონცერტს მართავდა. 1954 წლის 15 დეკემბერს ის დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში გაფრინდა, მაგრამ თვითმფრინავი მისტიკურად გაუჩინარდა და დღემდე მისი ბედი უცნობია.
მისი მუსიკა დღემდე ცოცხლობს და ბიგ ბენდის ოქროს ხანის სიმბოლოდ ითვლება. 1953 წელს გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი The Glenn Miller Story, სადაც თავარ როლს ჯეიმს სტიუარტი ასრულებს. მილერის ორკესტრი კვლავ აგრძელებს კონცერტებს და მისი swing მუსიკა ჯაზის კლასიკად რჩება. In the Mood და Moonlight Serenade დღემდე პოპულარულია და ხშირად სრულდება სხვადასხვა ღონისძიებებზე. გლენ მილერმა უდიდესი გავლენა მოახდინა ბიგ ბენდის ჯაზისა და პოპ მუსიკის განვითარებაზე. მისი ოქროს დისკი კი ერთგვარი სიმბოლო გახდა, რომ მუსიკა შეიძლება იყოს პოპულარული და კომერციულად წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა ტრაგიკულად შეწყდა, მისი მუსიკა და სტილი დღესაც ცოცხლობს. და ბოლო ისტორიული მოვლენა, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, 1986 წლის 10 თებერვალს IBM-ის სუპერკომპიუტერმა Deep Blue პირველად მოუგო ჭადრაკის დიდოსტატს გარი კასპაროვს კლასიკურ ჭადრაკში. ეს იყო ეპოქალური მოვლენა, რომელმაც კომპიუტერული ჭადრაკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა. როგორ ვითარდებოდა თამაში? მატჩი ფილადელფიაში ტარდებოდა და 6 პარტიისგან შედგებოდა. პირველივე პარტიაში Deep Blue კასპაროვი დაამარცხა და ეს იყო შოკი ჭადრაკის სამყაროში, რადგან მანამდე კომპიუტერები ვერ ახერხებდნენ დიდოსტატების დამარცხებას. თუმცა კასპაროვი სწრაფად ადაპტირდა, შეისწავლა Deep Blue სტილი და მიხვდა მის სისუსტეებსა და მომდევნო 5 პარტიიდან 3 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა. საბოლოოდ 6 პარტიანი მატჩი 4-2 კასპაროვის გამარჯვებით დასრულდა. რატომ იყო ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? Deep Blue-ს გამარჯვება პირველ პარტიაში მოულოდნელი იყო და აჩვენა, რომ კომპიუტერები უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ ადამიანებს ჭადრაკში. 1997 წელს IBM-ის გაუმჯობესებულმა Deep Blue-მ დაამარცხა 3.5-ით 2.5, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში დაამარცხა. როგორი იყო რეალურად Deep Blue-ს შესაძლებლობები? მისი ძალა ემყარებოდა სპეციალურად შექმნილ ჭადრაკის ჩიპებს, რომლებიც წამში 200 მილიონამდე სვლას ითვლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Deep Blue არ ფიქრობდა კონცეფციებით, არამედ მხოლოდ გამოთვლების საფუძველზე მოქმედებდა, მისი სიძლიერე მაინც აშკარა იყო. 1997 წლის დამარცხების შემდეგ კასპაროვმა IBM-ი თაღლითობაში დაადანაშაულა, რადგან მას ეჭვი ჰქონდა, რომ გარკვეულ მომენტებში კომპიუტერებს ადამიანები ეხმარებოდნენ. თუმცა ამის დამტკიცება მაინც ვერ მოხერხდა და საბოლოოდ ეს მატჩი კომპიუტერული ჭადრაკის ტრიუმფად იქცა. ამ მოვლენის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი უფრო დახვეწილი გახდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი არა მხოლოდ ჭადრაკის, არამედ ხელოვნური ინტელექტის ისტორიაშიც. ამ სამ ისტორიულ მოვლენაზე შევაჩერე არჩევანი დღეს 10 თებერვალს. კი. საინტერესო იყო ნამდვილად, როგორც ჩანს, მართლაც რომ საინტერესო ფაქტებს უკავშირდება 10 თებერვალი და რა მაგარია ზოგადად არქივი და ის კადრები, რომელიც ახლა ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენს არსად, თუმცა ისტორია არსებობს ისეთი ნივთებისიც, რომლებსაც არქივი ვერ შემოგვინახავდა მისი გამოგონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უთოზე უნდა ვისაუბროთ ახლა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით შეიქმნა მე-4 საუკუნეში, იცოდი? კი, მე თუ მეხსიერება არ მღალატობს, დაახლოებით 400 წლის წინ ჩნდება პირველი დოკუმენტური ფაქტები უთოს შესახებ. უბრალოდ იმის შესახებ, რომ უთოს მსგავსი დანადგარი არსებობს. შენ თავად თუ იყენებ უთოს? არ გაუთოვების პროცესი. ხოთშერს არც მე არ მიყვარს გაუთოვების პროცესი, თუმცა ჩვენი კოლეგა ლილიანა საითაძე უნდა შემოგვერთეს ახლა და გვასწავლოს თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად უთო ისე, რომ შეგვიყვარდეს გაუთოვების პროცესი. ლილიანა, დილომშვიდობის. დილომშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით დილის ტალღის მაყურებელს. ანა, მე ახლა ტექნიკის მაღაზიაში ვიმყოფები, საიდანაც ჩვენს მაყურებელს წინ ინფორმაციული და საინტერესო ჩართვა ელოდება თემაზე, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ უთო. თუმცა, მანამ სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, საინტერესოა გავიხსენოთ ისტორია თუ როგორ განვითარდა უთო და როგორ მოვიდა ის ჩვენამდე იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს. საინტერესოა, რომ ევროპაში პირველად უთო საუკუნეების წინ გამოჩნდა, ეს გახდა თანამედროვე უთოს ფორმის ნივთი, რომელსაც აცხელებდნენ და ისე აუთოვებდნენ სხვადასხვა მატერიებს. შემდგომ უკვე გაჩნდა ნახშირის უთო, ეგრეთ წოდებულ უთოს მუცელში ყრიდნენ
ნაკვერცხალს, ასე უბერავდნენ და ასე აუთოვებდნენ სხვადასხვა ტანისამოს. შემდგომ უკვე იყო მე-20 საუკუნეში, სადაც უშუალოდ თანამედროვე უთოს წინამორბედი გაჩნდა. ეს იყო ახლანდელი უთოების მსგავსი უთო, რომელსაც ჰქონდა პლასმასისა და ლითონის ელემენტები და მოკლედ ასეთი იყო უთოს ისტორია, თუმცა დღეს უკვე თქვენც ხედავთ, როგორი მრავალფეროვნებაა უთოების და რამდენი არჩევანია, რაც გვიშლის ხელს რომ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი უთო, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაში დღეს მე დაგეხმარებით ჩემს სტუმართან ნატალია ჯიჯავაძესთან ერთად. ნატალია, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მადლობა რომ მომეცა საშუალება ვისაუბრო. მადლობა შენ კიდევ ერთხელ ნატალია. ვახსენეთ რომ უთოების მრავალფეროვნება არსებობს ბაზარზე. რას ნიშნავს მრავალფეროვნება, ანუ რა სახის უთოები არსებობს და რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? არსებობს უთოები, რომლებიც არის კლასიკური სტილის უთოები და არის ორთქლის უთოები. ორთქლის რეზერვუარი აქვს უთოებს. ამ დავიწყებ კლასიკური უთოებზე ვის. ანუ აჩვენოთ? დიახ, კლასიკური უთოები არის, რომელშიც არ აქვს წყლის რეზერვუარი, შესაბამისად, ის არის დამოკიდებული სიმძიმეზე, სიმძლავრეზე და თუ თქვათ გაუთავების პროცესში გვჭირდება ძალის ხმევა, რომ ძალდატანებით დავაუთავოთ, ისე რომ გამოვიყვანოთ ის თქვათ რაც გვჭირდება რომ დავაუთავოთ. ან წყალი შევასხეთ ის. დიახ, ოღონდ ეს უთოები უკვე აღარ არის იმდენად გამოყენებაში, რადგან ჩაენაცვლა და უფრო გამარტივდა ორთქლის უთოები, რომელსაც თქვათ უთოებში აქვს შიგნით შეშენებული წყლის რეზერვუარი, რომელიც არის ძალიან კომფორტული, ეს არის წყლის რეზერვუარი, ვათავსებთ წყალს შიგნით. შემდეგ ani მაქსიმალურად უნდა ჩავასხათ, ამის შემდეგ ტემპერატურას ვარეგულირებთ, ჩვენ თქვათ რას ვაუთავებთ იმის მიხედვით და თავისით აცხელებს წყალს, რაც უფრო მეტი ნასვრეტი აქვს, უფრო მეტი ორთქლი გამოდის, ამიტომ ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ და ძალიან კომფორტულია და ძალიან მარტივია, რომ დავაუთავოთ ჩვენი ტანისამოსი. აი, ამ უთოებზეც მინდა გკითხოთ, ნახეთ, რა განსხვავებაა ამ კონკრეტულსა და იმ კონკრეტულ უთოს შორის? ეს უთო არის ორთქლის უთო, ანუ აი როგორც ამ უთოს ჭირდება ჩვეულებრივად ასე დაუთავება, ხოლო ამ უთოთი შეგვიძლია აი მაგალითად ფარდა, პიჯაკი, ნებისმიერი ვერტიკალური მდგომარეობით ჩამოვაუთავოთ. ერთი ჩამოსმაც კი ყოფნის ძალიან კარგია, 1000 რომელი უფრო კარგად აუთავებს? ორივე კარგია, იმიტომ რომ ანუ მე გავტესტე, ეს არის სასწაულად კარგი, ორთქლით უკონტაქტოდ აუთავებს ეს, ხოლო ეს არის კონტაქტით, ანუ ჩვეულებრივად უსმევთ თვითონ მატერიაზე, მაგრამ იმ დონეზე კარგი ხარისხის არის, კერამიკული ზედაპირი აქვს და ისე კარგად სრიალებს, რომ საუკეთესო შედეგს იღებს. აი, ზედაპირებზე გადავედით უკვე, რომელია ყველაზე კარგი ზედაპირი უთოს შემთხვევაში და აი ზოგადად აი ყველაზე ხშირად რა რჩევებს აძლევთ მომხმარებლებს უთოს შერჩევის დროს? მომხმარებლებს ვაძლევთ რჩევებს, რომ ჯერ ვეკითხებით რა ფასის ფარგლებში, რა ბიუჯეტში უნდა რომ შეიძინოს უთო, იმის მიხედვით ჩვენ თავაზობთ, თქვა დაბალ ბიუჯეტიანი თუ თქვა მეუბნება რომ მინდა დაბალ ბიუჯეტიანი, მაგრამ კარგი ხარისხის. თავაზობთ რა ზოგ უთოს აქვს თქვა წყლის შეჩერების ფუნქცია, აქვს ავტოოფი, აქვს ორთქლის დარტყმა 200 გრადუსი, 2600 ვატი აქვს ამას, 200 გრამი ორთქლის დარტყმა, ანუ ყველაფერს ვუხსნით, ანუ რაში იხდის თქვა ნაკლებს და რაში იხდის მეც, დიახ. ნასვრეტებზე რა სიტყვი, რაც უფრო მეტი ღიობი აქვს, ნასვრეტი აქვს, მით უფრო მეტი ორთქლის დარტყმა და სიძლიერე აქვს და უფრო მეტად კარგად. აი ერთი ჩამოსმაც კი საკმარისია. აი 360 გრადუსით რო უნდა ტრიალებდეს ეს. დიახ, 360 გრადუსით უნდა ტრიალებდეს კაბელი, რადგან კაბელმა არ ჩაიხვიოს და არ დაზიანდეს. ამიტომ ყველაფერს ვუხსნით თუ რაში იხდის თანხას მომხმარებელი. აქვს კიდე ამ უთოს, ანუ არის უთოების კატეგორია, რომელსაც აქვს თვითწმენდვის ფუნქცია, რომ არ მოიდოს ნადები აუზში. ამ შემთხვევაში აი როგორ უნდა გავიგოთ აწერია ფუნქცია? დიახ, თვითწმენდვის დიახ ფუნქცია. დიახ. თუ გვინდა ჩვენ კარგი უთო შევიძინოთ, მას უნდა გქონდეს აუტოს ოფი. დიახ. ავტოოფი ნიშნავს, რომ თუ დაგვრჩება, თქვათ უთო ასეთ მდგომარეობაში, ან ასეთ მდგომარეობაში და დაგვავიწყდება და არ შევეხებით, ის ეგრევე გაიჭიშება. ანუ ვისაც ფობია აქვს, ჩემსავით რა ვერჯერ ამოწმებთ რომ უთო ჩართული ხომ არ დაგვრჩა, თუ შევიძენთ უთოს, რომელსაც აქვს ავტოოფი, ეს ფობია აღარ პირველად ყოვლისა აუცილებლად უნდა გქონდეს ავტოოფი. დრიპ სტოპი, ეს არის წყლის შეჩერება, სპეციალური სენსორი აღიქვამს და თუ თქვა წყლის გამოპარვის საშუალება ექნება უთოს, ის აუცილებლად გადაკეტავს და აღარ დასველდება, რასაც ვაუთავებთ, იმთან შეაჩერებს წყალს. დიახ. ნახე ვახსენეთ თვითწმენდა. დიახ. თუმცა შეიძლება მსგავსი უთო
ბევრად ძვირ იყირდეს და მის საშუალება არ გქონდეს ჩვენ. როგორ უნდა გავწმინდოთ ჩვენ თვითონ უთო და როგორ მოუვაროთ? ესე იგი უთო რომელიც არის ცოტა შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი და არ აქვს თვითწმენდვის თქვათ ფუნქცია, აუცილებლად საიდანაც ვასხამთ ჩვენ წყალს, აუცილებლად უნდა ჩავასხათ ან სპეციალური გამწმენდის სითხე იყიდება, ან უნდა ჩავასხათ ძმარი, აუცილებლად მაქსიმალურად უნდა აუწიოთ ტემპერატურას, რომ გაცხელდეს კარგად წყალი, ამის შემდეგ აუცილებლად ონკანთან უნდა მივიდეთ და აი ამის საშუალებით, ორთქლის ღილაკის საშუალებით უნდა დავაწყვეთ რამოდენიმეჯერ და იწმინდება ჩვეულებრივად და გასუფთავდება შიდა ეს აუზი, წყლის აუზი. დიახ. საინტერესოა. რამდენიმეჯერ გავაკეთებთ, თუ სუფთა წყალი გამოვიდა, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის ნადების საშიშროება და გამოვრეცხავთ ცივი წყლით და всё გავწმენთ უთოს და სულ ეგ არის. ნატალია, ხშირად არის ხოლმე რომ შევიძენთ უთოს, თუმცა უთოსთან ერთად ვიძენთ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს. იგივე ჩარჩო იქნება, იგივე მატერია, რომელსაც უთოობის დროს ვიყენებთ, რომ რაღაც კონკრეტული ვთქვათ პერანგი რაღაც არ დაგვეწვას. რამდენად საჭიროა დღეს 21 საუკუნეში ეს ყველაფერი, როდესაც ვამბობთ, რომ ამდენი სახის უთო არსებობს ბაზარში. დიახ, ანუ ნახეთ რას ვიტყვი, ანუ ჩვენ მქონდა უთოები ამ ეტაპზე გაგვითავდა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი ფასები და ძალიან ბიუჯეტურად იძენს მომხმარებელი ჩვენთან ტექნიკას. ჩვენ მქონდა უთო, რომელსაც მოყვებოდა სპეციალური დამატებითი, ასეთი ზუსტად დამატებითი პირი, რომლის საშუალებითაც არ გჭირდებოდათ დაფენა. ანუ ჩვეულებრივად დააუთავებთ. ახლა ჩარჩო გჭირდება დღეს? ჩარჩოს გააჩნია რა უთოს შეიძენთ. დიახ, ახლა უჟანგავი მეტალის ძირი, რომელსაც აქვს და ალუმინის ძირი, რომელსაც აქვს, უნდა ვარეგულიროთ მაშინ ტემპერატურა. ანუ ახლა აბრეშუმზე მაქსიმალური არ შეიძლება, თავისთავად დაიკრავს. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ნივთს, ჩვენს ტანისამოს. ხოლო არის სპეციალური ჭკვიანი უთოები, რომელიც აღიქვამს, რას ვაუთავებთ იმის მიხედვით. დიახ, არსებობს, დიახ, როცა ეს ამას ქვეთ ჭკვიანი უთოები გაგვითავდა. ანუ მითი არ არის ის, რომ რაც უფრო ბიუჯეტ, რაც უფრო ზურს გადავიხდით უთოში, მით უფრო ის კარგი ხარისხიანი და გამომდგარია, თუმცა ამბობენ, რომ აი ტექნიკაა და ვერ გაიგებ ის გამომდგარია თუ არა, არ არის. ტექნიკას უხდება მოვლა, თუ მოვლით ტექნიკას ის მოგემსახურებად ნამდვილად მე ასე ვაკეთებ ვუვლი ტექნიკას და ძალიან მიყვარს და ვინც მოუვლის ყოველთვის მომხმარებელს თუ მოუვლით ტექნიკას აუცილებლად მოგემსახურებად დიდი ხანი. ძალიან დიდი მადლობა ნატალია. აი აქითაც შეგვიძლია რომ გადავინასოთ და ვაჩვენოთ მაყურებელს კიდევ ერთხელ უთხრათ რომ უთოების ნამდვილად მრავალფეროვანი არჩევანია ბაზარზე. აი ეს ფაქტიურად ჩაანაცვლებს საუთოებელ მაგიდას ანაცვლებს ნამდვილად, იმიტომ რომ შეგიძლიათ ან მოყვება საკიდი, სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ ან თქვათ ალტო, პიჯაკი, მაისური, ყველაფერი ნებისმიერი რამ შეგვიძლია თქვათ მოვათავსოთ და ჩვეულებრივად აი ამ იმის საშუალებით დავაუთოთ ისე რომ უკონტაქტოთ ორთქლით ძალიან კარგი ხარისხის არის 1500 და 1800 აქვს ორთქლის დარტყმა. ძალიან კარგი. ანუ კარგი არის 1500-დან 3000-მდე ორთქლის დარტყმა. 1500 და 3500-მდე ეს ჩვეულებრივი უთოს ვატობა არის ძალიან კარგი, მაგრამ ორთქლის უთოებში 1500-1800. კი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნატალია სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციისთვის. მაყურებელს კი კიდევ ერთხელ ვეიტყვი, რომ ნამდვილად დღეს ბაზარზე უთოების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლიათ მოხვიდეთ, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი უთო თქვენი ბიუჯეტის მიხედვით და რა ვიცი, ანა ორი ანა თქვენ როგორ უთოს ანიჭებთ უპირატესობას აბა? მე პირადად ვისურვებდი რაღაცა ისეთ დანადგარს ან ხელსაწყოს, რომელიც თავისით დაუთოებდა და რაღაცა მე ვუკარნახებდი და ის ესე თავისით იმოძრავდა და დაალაგებდა, მიალაგებდა და ასე შემდეგ. მოკლედ, ციფრული ტექნოლოგიების იმედი მაქვს და იმედი მაქვს, რომ მოგვესწრება საქართველოშიც ეს რაღაცა განვითარებული ციფრული სამყარო. თუმცა ამ ეტაპზე ცოტა მეტი კომფორტი თუ გვინდა, ორთქლის უთო იდეალური ვარიანტია იყო კადრში, როდესაც ტანსაცმელს გადაფენ. და არ გჭირდება სპეციალური მაგიდა. კი ბატონო. მოკლედ დრო არის ახლა შევიხედოთ სამზარეულოში და ნახოთ რას მოგვიმზადებს ჩვენი კოლეგა ქეთი თხილაიშვილი.
გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაშვილი, დაგიბრუნეთ ისევ და დღეს იმათთვის მოვამზადებ სალატს, რომლებსაც უნდათ რომ კარგ ფორმაში იყვნენ, სწორად იკვებონ და გემრიელად რო იკვებონ. ეს იქნება მწვანე სალატი, რომლის მომზადებაც არის ძალიან მარტივი. დაგჭირდება ლიმონი, მაკიდო, მწვანე ხახვი, დაგჭირდება ქეშიუ, ეს არის ესეთი თხილი, დაგჭირდება ავოკადო, კიტრი და კომბოსტო. პირველ რიგში უნდა ავიღოთ კომბოსტო. და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ეს არის საკმარისი. ცოტა კიდე უფრო დავჭრენ ამას. აი ეს. ეხლა ეს შეგვიძლია გადავიტანოთ ჯამში. ალბათ მივხვდით ცოტა მოსქვია ამ გერცს მწვანე სალათი, იმიტომ რომ ყველა მწვანე ინგრედიენტია კომბოსტოს გარდა. ამას ახლა კუბიკებად დავჭრით. ვინც ვარჯიშობ და ვინც აი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვებით, ვისაც გინდათ რომ კარგ ფორმაში იყო და თან გემრიელად მიირთვათ, ეს კერძი, ეს სალათი არის გადასარევი თქვენთვის. იმიტომ რომ თან არის სუღე, არის გემრიელი და არის დიეტური და არის სავსე ვიტამინებით. ესეც გადავიტანოთ ჯამში. ერთი ცალი კიტრიც დავჭრათ და სრულიად საკმარისი იქნება ერთი ულუფასთვის. დავჭერით მეორე კიტრიც, ესეც გადავიტანოთ ჩვეულებრივად ჯამში. ეხლა დავჭრათ მწვანე ხახვი. აი ესე. ეს ეხლა ავიღოთ და ჩავყაროთ კიტრთან და კომბოსტოსთან. და ეხლა უკვე გეტყვით თავისუფლად იმას, რომ უნდა შევუდგეთ დრესინგის მომზადებას. ავიღოთ ავოკადო და გავჭრათ შუაში. ამავიღოთ კოზით და ჩავაგდოთ ბლენდერში. ავოკადო აუცილებლად უნდა იყოს მწიფე. თორე ისე აქედან ამაღებას გაგიჭირდება, დაბლენდერებას გაუჭირდება და მწიფეს თან უშედარებით უფრო კარგი გემო აქვს. ეხლა ავიღეთ მაკიდო, გაჭერეთ ეს უბრალოდ შუაში ან სამ ნაწილად. ესე და უბრალოდ ბლენდერში ისე ჩადევით. დავამატოთ ზევიდან ქეშიუ. მოვასხათ ლიმონი. ხა მოვაყაროთ მარილი. ჩავასხათ ცოტა ზეთი. ზეითუნის ზეთი სასურველია რომ იყოს. დავამატოთ ცოტა წყალი. ეხლა შეგვიძლია კარგად დავაბლენდეროთ ეს ჩვენი პროდუქტები. ესეც ასე საკმარისია. კარგად დაიბლენდა ასე ვთქვათ ჩვენი მასა და მოვასხათ ეხლა სალატს. აი ესე. ხანას მარილს მოვაყრე. და კარგად ავურავ. ნახეთ რა ლამაზი ფერია, რა ლამაზი ფერი მიიღო. ზუსტად ამის გამო ქვია მწვანე სალატი. სურნელი აქვს უგემრიელესი, მწვანილის, ხახვის და ასე შემდეგ.
გამოიყურება ძალიან გემრიელად. მადლობა ქეთას ჯანსაღი და სწრაფი რეცეპტისთვის. ეხლა კი შესრულდა 9 საათი, ასე რომ ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დროა სულხან დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ახალი ამბების დრო. ბათუმში კაცი დაჭრეს შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების მიმდებარედ მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ინფორმაციით სროლას წინ ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტი უძღოდა. დაკავებულია ერთი პირი, ექსპერტ კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება განზრახულობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სხვა დეტალების მოწოდება არ შეგვიძლია ამ დროისთვის რა. ამასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ პრესსამსახურს და ისინი მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას. ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, ასევე უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს. მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორ მხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობაც. პროექტი მოიცავს რუსთაველის გოგებაშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციო სამუშაოებს. 10 თებერვლიდან დილიდან დაიკეტება აღნიშნული პროექტისთვის საჭირო პირველი ეტაპის სამუშაოების საჭირო მონაკვეთი. ეს მონაკვეთი არის გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთში დაიწყება ხვალიდან უკვე საგზაო არასტანდარტული ქვაფენილის საყრით სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრიცელების სრულ რეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, შეიცვლება გარეგანათების ქსელი და განახლდება გარეგანათების ქსელი, ხოლო აყრილი საგზაო არასტანდარტული ქვაფენილის ნაცვლად მოეწყობა სტაბილიზირებულ ფენაზე უკვე სამფენიანი ასფალტბეტონის საფარი 6 და 5 სანტიმეტრის სიცხეებზე. პროექტის ღირებულება შეადგენს 22 მილიონ ლარს. პირველი ეტაპის სამუშაოები მაისის ბოლომდე იქნება დასრულებული, შემდგომ უკვე ტურისტული სეზონის შემდგომ გაგრძელდება აღნიშნული სამუშაოები და წლის ბოლომდე სრულად იქნება მთლიანი მონაკვეთის სამუშაოები დასრულებული. მოხდება ნინოშვილის ქუჩის გაორხრივება, ესევე მოხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე აღდგება ორმხრივი მოძრაობა. გრიბოედოვის ქუჩაზე გორგილაძიდან აბუსელიძის ქუჩის მონაკვეთში აღდგება ორმხრივი მოძრაობა. ეს ქუჩები თავისთავად იქნება აღჭურვილი ახალი საგზაო ნიშნებით, შესაბამისად დროებითი საგზაო ნიშნებით და დროებითი მონიშნებით. პირველი ნომერი ავტობუსები იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან, შემდეგ გრიბოედოვის ქუჩით გადმოვა გორგილაძის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩით ბარათაშვილი და გააგრძელებს ჩვეულებრივად ბაქოს ქუჩით მოძრაობას. პირველი A ბაქოს ქუჩით რუსთაველი დემეტრე თავდადებულით შემოვა გორგილაძის ქუჩაზე, გორგილაძე გრიბოედოვი და წავა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩით. 10-10 იმოძრავებს ამავე მიმართულებით, ამ მარშრუტით, უკან მიმართულებით კი იმოძრავებენ ბაქოს ქუჩა, რუსთაველი, თავდადებული, გორგილაძე. 7 და 11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავენ გორგილაძის ქუჩის გავლით. პატიმარი მზია ამაღლობელი უკვე ერთი თვეში მშილობს. დაკავებული მედია მენეჯერი კლინიკა ბრიუამეთში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან, თუმცა თავად პატიმარი ჟურნალისტის სურვილია, რომ ის ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ამის მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკის ფარგლებში გაგრძელდეს, რადგან შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს. მოშიმშილე ჟურნალისტი გუშინ კიდევ ერთხელ მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ დღეს მასთან შევლენ ადვოკატები. რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ბათუმის აქციების მედროშე ცნობილ თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უფლებადამცველები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ აწვდით. თემურ ქათამაძე უკვე 24 დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც. თურქეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის
დადგენას. 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით 5 დღით შემდეგ კი 16 იანვარს ხელახლა დააკავა. მისი ქვეყნიდან გაძევების საქმის განხილვამდე იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაზემ შიმშილობა დაიწყო. უწყვეტი პროტესტის 74 ღამე და პროტესტის მონაწილეთა მოლოდინები ბათუმში მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტით გარკვეული შედეგი მიღწეულია და მისი გაგრძელება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მნიშვნელოვანია. მოთხოვნები კი უცვლელია და ბოლო დროს მას აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის მოშიმშილეების გათავისუფლება დაემატა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამშობლოსთვის ბრძოლა ბოლომდეა და მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. აქ ყოფ ხალხს ზოგადად საქართველოს ყველა მკვიდრს, საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ესენი არიან არაღიარებული ხელისუფლება, მათ მიიტაცეს ძალაუფლება, ისინი არიან, რა ვიცი, მთელი სამყაროსგან იზოლირებული და თავიანთ ნებაზე მიხტავთ ქვეყანა უსკრულისკენ და შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ბრძოლით, ქუჩის პროტესტით მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ პაგრებში და პოლიტიკა მაშინ იქნება დაალაგებული ქვეყანაში, როცა ესენი ამ ქვეყანას დატოვებენ. უკრაინის პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს და ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, თუ ეცოდინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინას არ მიატოვებენ. ჟურნალისტის კითხვაზე თანახმა იქნება თუ არა საომარი მოქმედებების გაყინვაზე ამ ჟამინდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ, თუ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება, ზელენსკიმ უპასუხა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის იქნება ისინი. თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. თუ არსებობს ასეთი პერსპექტივები და ჩვენ გვესმის, როგორ განვითარდება ომის დასრულება შემდგომში, რომ ნამდვილი დიპლომატიით შეგვიძლია მივახციოთ სამართლიანი მშვიდობას უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მაშინ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ნატო იტყოდა და ჩვენ მზად ვართ მოგცეთ ნატო, მაგრამ ვერ მოგცემთ ნატოს იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს სამართლიანი იქნებოდა და ჩვენ აუცილებლად მივიღებდით ამას. ძალიან ბევრი საკითხია, ბევრი დეტალია ამ ყველაფერზე საუბარია, საჭირო რუსეთმა დაარღვია სუვერენიტეტი. ამიტომ იმ მომენტში, როცა რუსეთი სუსტი იქნება და რა თქმა უნდა, იქნება იმ მომენტში ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენი ამოცანაა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და დიპლომატიური გზით დაბრუნდეს, რადგან ხალხის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ტრამპთან შეხვედრის შედეგი უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას თაობებისთვის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტრამპი დათანხმდა, რომ ომის ყველა მიზანი, რომელიც ისრაელმა დასახა, უნდა შესრულდეს. მისივე განცხადებით, ტრამპმა შესთავაზა შემოქმედებითი ხედვა, რომელიც ისრაელს ბევრ შესაძლებლობას გაუხსნის. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალ ხედვებს ღაზის სექტორთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ღაზის გადაბარების შესახებ გეგმის განხილვას აზრი არ აქვს. პალესტინა პალესტინელებს ეკუთვნით ღაზით, დასავლეთ სანაპიროთი და აღმოსავლეთ იერუსალიმით. ღაზის მოსახლეობა, რომელმაც არ დატოვა თავისი მიწა ისრაელის 471 დღიანი სისასტიკის, ველურობისა და თავდასხმების მიუხედავად კვლავ დარჩება ღაზაში, განაგრძობს ცხოვრებას და მის დაცვას, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ისთვის დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორს ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს. ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. 1000-ზე მეტი სპორტსმენი ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრება. მათ შორის ქართველი მხოლოდ 8 მონაწილეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ამრიგად საქართველოს ევროპაში მერვე ქვეყანაა, რომელსაც ჩატარებული აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია, ამ და სხვა სიახლეებით კი პირდაპირ ეთერში 10 საათზე დაბრუნდებით, დაგველოდეთ დროებით. დროებით სულხან გემშვიდობებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას, ნახოთ ახლა მეორე ნაწილი დილის ტალღის ანონსის და მალე დაგიბრუნდებით.
გადაცემის მეორე ნაწილში დღის უკეთ დასაგეგმად არ გამოტოვოთ 10 თებერვლის უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბებით კი ტრადიციულად ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ელზა ჟავანაძეს, რომელიც სასაჩუქრე ბოქსების დამზადებითაა დაკავებული. ნახოთ როგორია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საქმის პროცესი და როგორია ელზას სამომავლო გეგმები. დაელოდეთ დილის რადიოს რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. დღეს ორშაბათია და წინ მთელი კვირაა, ასე რომ არ უნდა გამოტოვოთ ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან. გადაცემის მესამე ნაწილში ინგლისელი ფსიქიატრების დაკვირვებით ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ რუბიკის თავსატეხის აწყობას, ბრაზდებოდნენ და მისი დამტვრევის სურვილი უჩნდებოდათ. ზუსტად ასეთი არამყარი ფსიქიკის ადამიანებისთვის გამოუშვეს პლასტმასის ნაჯახები, რომლებიც კუბის დასასჯელად გამოიყენებოდა. ბათუმში კი არსებობს წრე, სადაც რუბიკის კუბის აწყობას ასწავლიან ბავშვებს. დეტალებს სიუჟეტიდან გაიგებთ. რა არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მოსამზადებლად და რა უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თუ აკადემიური ცოდნა. დაგველოდეთ, სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც ანონსიდან შეიტყეთ, ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის და ახლა დროა გავიგოთ უტყუარი და ზუსტი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან, რომელიც უკვე ხაზზეა წესით. კობა დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ველოდებით შენგან საუკეთესო ინფორმაცია. გაიღვიძა. კი, ნამდვილად საუკეთესო ამინდის პროგნოზი მინდა მოგაწოდოთ. საქართველოში ყველგან მოსალოდნელია დღეს უნალექო ამინდი, ძირითადად მზიანი დღე იქნება. მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის და არც ყოფილა გასულ დღეებში, თუმცა ზე მაინც მზის მისი სხივების ხარჯზე ათბობს აირს და მაინც ასიამოვნოა უნალექო და მზიანი დღე, რა თქმა უნდა დამეთანხმებით ყველა. დღეს უნალექო ამინდი იქნება მთელს ქვეყანაში, როგორც უკვე აღვნიშნე და ტემპერატურებს გადავხედოთ, ძალიან თბილი არა, მაგრამ კარგი. 9 გრადუსი იქნება ბათუმში დღეს მაქსიმალური ტემპერატურა და მოსალოდნელია. ძირითადად მზიანი ამინდი, ქობულეთში 9 გრადუსი იქნება და ასევე უმეტესად უნალექო დღე იქნება, ქედაში 6, შუახევში 4 და ხულოში 0 გრადუსია მოსალოდნელი. გოდერძის უღელტეხილზე დღეს 0 ზემოთ ტემპერატურა არ იქნება და -2 გრადუსი დაფიქსირდება, ოზურგეთში 10, ურეკშიც ასეთივე ტემპერატურაა, ლანჩხუთში 9, ჩოხატაურში 8 და ბახმაროში -2 გრადუსია მოსალოდნელი. ფოთში 10, სოხუმშიც 10 გრადუსი, ზუგდიდშიც და კოპიტნარშიც, რაც შეეხება ანაკლიას 11, ქუთაისი ასევე 11, საირმე 2, მესტია 1, ბორჯომი +3 და ბაკურიანი 0 გრადუსია მოსალოდნელი. მიღვიძებს ესე ჩვენი ქალაქი და ყველაფერს ემჩნევა უკვე დრო და დრო, რომ სიმშვენიერე ემატება არ ემარეს. ბაბასთუმონში +1 გრადუსი იქნება, ახალციხეში +3, გორში +5, ცხინვალში 4, დედაქალაქში მხოლოდ 3 გრადუსი დაფიქსირდება და +4 გრადუსი იქნება დღეს თელავში და უმეტესად უნალექო ამინდი. და რაც შეეხება უახლოეს დღეებს, საქართველოში მომდევნო 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი და შესაბამისად უნალექო ამინდი, დღისით ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, ღამით კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ცოტათი ცივი ამინდი გაგრძელდება, მაგრამ უნალექო და ძირითადად მზიანი. ასეთია დღევანდელი და უახლოესი დღეების პროგნოზი, ამინც ანტიციკლონი განსაზღვრავს, რომლისთვისაც მაღალი წნევაა და მახასიათებელი და ბუნებრივია ამ პირობებში მოწმენდილი ცა, ღამით ცივი და დღისით თბილი ამინდი, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე 2021 წლის შემდეგ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ატმოსფერული წნევა 790 მილიბარი, ამიტომაც პრობლემები შეექმნა ავიამიმოსვლას და იმ ადამიანების ჯანმრთელობას, ვისაც სუსტი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ჯანმრთელები არ არიან, პრობლემები შეექმნა ამ ადამიანებს. თუმცა ატმოსფერული წნევა, რომლის გავლენა ჩვენზეც იყო არა იმ ნიშნულით, მაგრამ მაინც უკვე ნელ-ნელა დასტაბილურდა და საქართველოში უკვე წყნარი და მშვენიერი ამინდი გვაქვს. დატკბით ასე რომ და ისიამოვნეთ ამ მშვენიერი დღეებით.
კობა, მადლობა. გემშვიდობებით ხვალამდე უკან ისეთ ლამაზად განათებ შარავანდედივით მოსჩანს მზის სხივები შენი თავის. კი, სიმაღლეზე. მადლობა გემშვიდობებით ხვალამდე, ჩვენ კი ვაგრძელებთ დილის ტალღას და ბუნებრივია სპორტის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში და გიგა ჯიჯავაძე უნდა შემოგვერთოს. ჯიჯი, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მოგესალმებით. ანებო, თუ ანაებო, თუ როგორ უნდა მოგვართოთ? ქერებო. შვენიერებო, მოდი ასე მოგვართოთ, ჯობია სახელებს. მოკლედ მოგესალმებით თქვენს, მივესალმები მაყურებელს დილის ტალღაში სპორტის დროა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დავიწყოთ ბათუმის დინამოს შეკრებით, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს. პარასკევს და კვირას ორი მატჩი გაიმართა ბათუმის დინამოს მონაწილეობით. პირველი მატჩი ბათუმის დინამომ ლვოვის კარპატთან 1-6 დათმო შეხვედრა, ხოლო მეორე შეხვედრა გუშინ გაიმართა და ეს შეხვედრა 1-5 დათმო ბათუმის დინამომ. მოკლედ როგორც ხედავთ, ბათუმის დინამო აგრძელებს ამ ცუდ სერიას, რომელიც თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე დაიწყო პირველივე მატჩიდან და სამწუხაროდ დიდი ანგარიშებით დათმო ყველა შეხვედრა თითქმის რაც თურქეთში შეკრებაზე გაიმართა. გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ გავრცელდა ერთ-ერთ ქართულ ბლოგერთან. ის ამბობს, რომ ბათუმის დინამო არის სამწლიანი პროექტი, უბრალოდ 3 წლის განმავლობაში ის შეეცდება გუნდში მაქსიმალურად შეცვალოს, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია და გუნდი გახდეს მაქსიმალურად მობილური, ისეთი რომ შედეგი დაიდოს, ანუ პირველ წელს რეალურად მხოლოდ მისი განცხადებით გუნდი იბრძოლებს ევროტურნირის საგზურისთვის, ხოლო დანარჩენი წლები გაეთმობა იმას, რომ გუნდი უფრო ჩამოყალიბდეს, შეთამაშდეს, ახალი ფეხბურთელები გამოჩნდეს გუნდში, რა თქმა უნდა აკადემიიდან და შესაბამისად შედეგი მოვა, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან დარწმუნებულია ამ ყველაფერში, ასე რომ გულშემატკივრის იმედი აქვს და ამბობს, რომ თუ სტადიონი შეივსება და გულშემატკივარი ივლისა ფეხბურთზე შესაბამისად შედეგიც დადგება. ასე რომ მოკლედ ძალიან კრიტიკულადაც ნუ მიუდგებით იმ შედეგებს, რომელიც თურქეთში გამართულ შეხვედრებს მოაქვს ხოლმე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ გუნდი მოიგებს და შედეგიც გამაყოფილებელი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩნდება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაწყების პერიოდში. შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა იწყება თებერვლის ბოლოს, ბათუმის დინამოს პირველი მატჩი აქვს 2 მარტს თბილისის დინამოს წინააღმდეგ კაჭარაბეთ არენაზე, ასე რომ ყველაფერი მოკლედ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაწყების შემდეგ გაირკვევა რა სიტუაციაა ბათუმის დინამოში. გადავინაცვლოთ ახლა ძალიან კარგ და სასიამოვნო თემებზე, რაგბიზე უნდა ვისაუბროთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიჯრით მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები იყო და 47 აი ამ ანგარიში დაამარცხა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები და შესაბამისად აი ესე ძალიან კარგ ნოტაზე დაასრულა კვირა დღე. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩები იმართება რაგბი ევროპის ეგიდით და ნახოთ ჯგუფი, ჩვენი ჯგუფი, საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 ქულა აქვს ამ 2 მატჩში, 150 ქულა 7 მხოლოდ მიღებული. ესპანეთია მეორე ადგილზე, ნიდერლანდები, შვეიცარია, ბ ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია, გერმანია ესე გადანაწილდა შედეგები. ნახოთ ანონსი, შემდეგი ტურის ანონსი როგორ გამოიყურება. საქართველოს 16 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ მადრიდში ჩაატარებს თავის შეხვედრას. სხვა შეხვედრები კი ესე გამოიყურება: ნიდერლანდები, შვეიცარია, რუმინეთი, პორტუგალია და გერმანია, ბელგია. ეს შეხვედრები იქნება შემდეგი ტურისთვის, რომელიც 15 და 16 თებერვალს გაიმართება, როგორც გითხარით და ამ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი ტივიც და იმედი ტივიც შემოგთავაზეთ, მოკლედ ჩაუჯექით და უგულშემატკივრეთ ქართულ რაგბს. კარგი ამბავია, მოკლედ კიდევ ერთი ჩვენს ნაკრებზე, საქართველოს ნაკრები მიჯრით მე-7 უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, რასაც ულოცავ ყველა რაგბის გულშემატკივრას. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და მე-7 მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც 2027 წელს გაიმართება და შესაბამისად ძალიან მაგარი ამბავია. ერთადერთი მე მგონი გუნდი ნაკრები, ბურთით მოთამაშე ნაკრები, რომელიც აი ესე ძალიან ადვილად და ძალიან
შთამბეჭ დავათ მოიპოვებს ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა რაგბის და არა მარტო რაგბის სპორტის გულშემატკივარს ულოცავ არ ძალიან დიდ წარმატებას. კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება ის რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დაწინაურდა რეიტინგში. დღეს ოფიციალურად გამოცხადება ეს მსოფლიო რაგბის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზე აღზევდა მსოფლიო რეიტინგში და ისეთ გუნდს როგორც არის უელსი გადავასწარით მოკლედ 6 ერის მონაწილე გუნდი, რომელსაც არაერთხელ აქვს 6 ერის თასი მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ მასზე წინ ავედით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწორ გზაზე დგას ქართული რაგბი. ალბათ ყველას გახსოვს, კარდიფში მილენიუმის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა უელსის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად 6 ერის, ანუ ტიერ 1 გუნდი დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა. ეს იყო ძალიან დიდი სენსაცია, მაგრამ როგორც ხედავთ, ესე ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და მოკლედ გადავასწარით ტესტ მატჩებში და უკვე ეს ორი მატჩი გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ქულები და უელსის ეროვნულ ნაკრებზე წინ გავიდა მსოფლიო რაგბის რეიტინგში. შეგახსენებთ მე-11 ადგილზე ფიჯი, მე-9 ადგილზე იტალია და ხოლო შემდეგ საქართველო, უელსი და იაპონია მოდის. აი ესეთია მოკლედ სარაგბო რეიტინგი. ამ რეიტინგს, რა თქმა უნდა, ირლანდია მსოფლიო ჩემპიონი ლიდერობს. გავაგრძელოთ ფეხბურთზე საუბარი და დადგა ის საოცარი დღე, როდესაც ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი ელოდა ხვიჩა კვარაცხელია მოახერხა მისი სადებიუტო გოლის გატანა საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშებაში მისი მსხვერპლი ამჯერად გახდა მონაკო, ესე სამეფო გუნდი დაამარცხა 4-1 და ერთ-ერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ხვიჩა კვარაცხელია არის ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენის, ძალიან შეაყვარა თავი პარიზელ გულშემატკივარს და შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი ვიდეო, რომელიც ასახავს ხვიჩა კვარაცხელიას და გულშემატკივრის ცოტა ხმაც თუ შევა ეთერში კარგი. უმღერის მოკლედ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზული პუბლიკა და პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივარი მოკლედ სადაც არ უნდა ჩავიდეს ხვიჩა კვარაცხელია ყველგან ესე ოვაციებით ეგებებიან მის ნიჭს თავად. ერთ-ერთი გამორჩეული იყო მონაკოსთან შეხვედრაში. შეგახსენებთ ხვიჩა კვარაცხელიამ მესამე მატჩი მოახერხა გოლის გატანა და მოკლედ გახსნა თავისი ანგარიში ფრანგულ კლუბში, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ შეხვედრებში კიდე არაერთ გოლს და ასისტს ველოდებით მისგან მოკლედ წარმატებები და კარგია, ულოცავთ ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელიას ამ სადებიუტო გოლს, თან ძალიან მაგარ გოლს, ძალიან ლამაზ გოლს, ასე რომ მოკლედ ანგარიში გახსნილია. და ეხლა ტკბილი ლუკმა ბოლოსკენ მოვიტოვე. UFC-ს მორიგი კარდი ჩატარდა, უკვე ავსტრალიაში, სადაც დებიუტი ჰქონდა ილია თოფურიას ძმას. ჯერჯერობით ესე მოიხსენიეთ, მაგრამ მე დარწმუნებულია ძალიან მალე, როგორც ალექსანდრე თოფურიას და არა როგორც ილიას ძმას ისე მოიხსენიებთ. მოკლედ პირველი შეხვედრა მოიგო სადებიუტო შეხვედრაში. კოლბი ტიკინსთან მოახერხა 3 რაუნდიან ბრძოლაში. საჯების სამივე მსაჯის გადაწყვეტილება იყო ალექსანდრე თოფურიას მხარეს და მოკლედ აი ესე 3 რაუნდიან ბრძოლაში მოახერხა ალექსანდრე თოფურიამ პირველი სადებიუტო ბრძოლა მოიგო UFC-ს ეგიდით და ძალიან კარგი შედეგია. კიდევ ერთხელ გაიღვიძა საქართველოს დილის 5 საათზე და გულშემატკივრობდა ალექსანდრე თოფურიას. და გაგვიძებაც და დილით მოკლედ თქმა ხუჭად არჩაულია ჩვენთვის გულშემატკივრისთვის და ბოლო ამბავი რა თქმა უნდა მოგება, სადაც თოფურიები ხუბობენ და სადაც დვალიშვილი იმყოფება, იქ არ დამთავრდებოდა აჭარული ცეკვით ის გამარჯვება და ნახოთ კიდევ ერთხელ ხმა მიცეთ და ნახოთ როგორ აღნიშნეს გამარჯვება ილიამ და მერაბმა ავსტრალიაში. მოკლედ კიდევ ერთხელ ლოცავ ალექსანდრე თოფურიას ამ ძალიან მაგარ გამარჯვებას და მადლობას ვეთქვით იმ ემოციებისთვის, რომელიც ესე გამთენიოს კვირა დღეს მოგვანიჭა სულიად საქართველოს და წარმატება უსურვოთ ამ ძალიან რთულ და ძნელ გზაზე, რასაც UFC-ს ჩემპიონატი ქვია და მე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება მისი სახით UFC-ს რიგებში. ესეთი იყო სპორტული ამბები, ეხლა კი ისევ ორ არაჩვეულებრივ ქალბატონს უნდა დაუბრუნდე ორ ანას
და თქვენთან ერთად მეც გავაგრძელებ გადაცემის ყურებას, ასე რომ თქვენც გირჩევთ, დარჩით, არსად არ გადართოთ. ანა. ბანა. მადლობა ჭიჭი, გემშვიდობებით ხვალამდე. კარგად. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და დღევანდელ ეპიზოდში რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ელზა მჟავანაძეს, რომელიც სასაჩუქრე ბოქსების აწყობით არის დაკავებული. ელზას წლების მანძილზე არაერთი ბიზნეს იდეა ჰქონია, თუმცა ყველა ხანმოკლე აღმოჩნდა. რატომ არ გამოსდის ერთი შეხედვით საინტერესო მცირე ბიზნეს იდეების რეალიზება და როგორია ელზას ამჟამინდელი გეგმები, გავიგოთ დღევანდელ ეპიზოდში. მე ვარ ელზა მჟავანაძე, 34 წლის. დაახლოებით 14 წელია ვარ ბაზარზე. ფაქტურად ყოველ წელს რაღაც ახალი იდეა მიჩნდება ბიზნესის მიმართულებით, რის განხორციელებასაც ვცდილობ. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე რაღაც ბიზნესები დარჩა გასულ წლებში, ვარ სულ საკუთარი თავის ძიებაში. დაახლოებით 2 წლის წინ TikTok პლატფორმაზე შემხვდა ვიდეო, სადაც გოგონა აწყობდა მზა შოკოლადებისგან თაიგულს. ძალიან მომეწონა ეს იდეა, ცადე ავაწყე თაიგული, შემდეგ გავაკეთე უკვე სოციალური ქსელები, მოდი ვცდი რატომაც არა, იქნებ გამოვიდეს. რამოდენიმე თვე ვცადე პიარი, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჩდებოდა. ფიქრობ, აქედან გამომდინარე, ცოტა გაუჭირდა გაყიდვა. აქედან გამომდინარე ბიზნეს მიმართულება შევცვალე, შემდეგ დავიწყე ხილის ამოვლება სხვადასხვა შოკოლადში. ელზა ხშირად მოგზაურობს. შოკოლადში ამოვლებული სხვადასხვა სახეობის ხილი სწორედ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ყოფნისას დააგემოვნა. ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ქართულ ბაზარზეც ეცადა მისი რეალიზება. ინგრედიენტების მოძიება არც ისე მარტივია, საკმაოდ რთულია და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ჩვენთან არ არის ზამთარში ხილი განსაკუთრებით დაბოსტნეული. შოკოლადს რაც შეეხება, საკმაოდ ძვირია. 1 კილოგრამ შოკოლადში ფაქტურად ვიხდი 60 ლარს და ერთი ბოქსის აწყობას სჭირდება დაახლოებით 500 გრამი შოკოლადი. ელზა პროფესიით ბუღალტერია, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკას საკუთარ კომპანიებში გადიოდა და საკუთარი მცირე ბიზნესის ბუღალტერიც თავად იყო. მომიწია ისეთი საქმეების დასრულებაც, რაც ვფიქრობდი, რომ ბაზარზე დიდხანს შეიძლებოდა ყოფილიყო მოთხოვნადი. მიუხედავად ამისა, მაინც მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვარ. და იმეც ვიტოვებ, რომ ეს კონკრეტული ბიზნესი ამ მიმართულებით მაინც გაამართლებს და იქნება მოთხოვნადი ბაზარზე. ელზას სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან უყვარს, მუდამ ახლის ძიებაშია და ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად პროცესი იზიდავს: ხილის შერჩევა, დარეცხვა, გაფორმება. როგორც თავად ამბობს, თუ საქმე ვერ შეიყვარა, მისი კეთება უჭირს. ყოველთვის ცდილობს რაღაც განსაკუთრებული იპოვოს, ის, რაც ქართულ ბაზარზე ახალი და უცხო იქნება. ზოგადად, ყველა ბიზნესი არის რისკი. არ არის მარტივი ბიზნესის წამოწყება რა, განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ელემენტარულად ახლა ამ კონკრეტული მიმართულებით შოკოლადის სეტებისთვის აი 5-იც კი არის შოვება და თუ იშოვება არის კატასტროფული ფასი. იძულებული ხარ მიმართო სხვა ქვეყნებს და შეიძინო ძალიან დიდი ტირაჟით, რომ მიიღო შესაბამისად დაბალი ფასი. ვგეგმავ, რა თქმა უნდა, გაფართოებას, თუ მომცემს ბაზარი ამის საშუალებას. სამომავლოდ გეგმაში მაქვს ასევე ჩირების წარმოება. შემდეგ ამ ჩირების ამოვლებაც შოკოლადში. ჩართული ვართ მთელი ოჯახი, ესე ვთქვათ, ამ პროცესში.
ფიქრობ საუკეთესო საჩუქარი იქნება, განსაკუთრებით როცა ოჯახში პირველად მიდიხარ, აი რაღაცა ძღვენით ხელში, გემრიელი და ძალიან ლამაზი წარმატებები მოკლედ ამ ადამიანს თავის იდეებში, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და დრო არის შემოგვეხმიანონ რადიოს წამყვანები ჩვენი თეონა და ილო. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით ზურფასო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ამჟამად უკვე ტელემაყურებელსაც ყოველს წარმატებულ დღეს გისურვებთ. საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში. სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთია მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალში სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში დღეს განაცხადების მიღება იწყება სასოფლო სამეურნეო წარმოების საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე გვეტყვის უფრო მეც ამ ღონისძიების შესახებ. ბატონ ჯამბული ჩვენი სტუდიის სტუმარია, მოგესალმებით ბატონ ჯამბულ. მოგესალმებით პატივცემულ რადიო მსმენელებს. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ დღეს და მოგვიყევით ამ ღონისძიების შესახებ, რომელიც დღეს იწყება. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩვენი სოფლად ცხოვრები მოსახლეობისათვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მართლაც იმ თვალსაზრისით, რომ ისინი უკვე წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებში, რომელიც სხვადასხვა პროგრამებში, რომელიც მათი საქმიანობის ხელშემწყობის მიზნით არის ინიცირებული. ამისათვის გარკვეული ფინანსური რესურსები არის გათვალისწინებული რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, კერძოდ პროგრამა და კონკრეტულად კი ღონისძიება სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის შესახებ განსაზღვრული არის 3.856.000 ლარით მიმდინარე წელს, რაც მოგესალმებით საკმაოდ ბევრი ფერმერისათვის იქნება ხელმისაწვდომი თვალსაზრისით, რომ თავიანთ მეურნეობებში ის საჭირო საწარმოო საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსება მიიღონ, რომელიც მათ დაეხმარებათ საქმიანობის გაგრძელებაში. მანამდე მოდით ესე ვთქვათ, შევეცდები მოკლედ როგორ განვითარდა მოვედით დღემდე იმ თვალსაზრისით, რომ სამინისტრო წლების განმავლობაში 2013 წლიდან ძირითადად უკვე ახორციელებდა სხვადასხვა საწარმოო საშუალებების შესყიდვას ეს კვლევების საფუძველზე, რა საჭიროებები ჰქონდათ ჩვენს ფერმერებს, რომელსაც ყიდულობდა ტენდენს სახელმწიფო შესყიდვების გზით და შემდეგ თანადაფინანსებით გადასცემდა მოსახლეობას, მაგრამ მოგეხსენებათ დაგეგმვის შემთხვევაში და სახელმწიფო შესყიდვების გზით მრავალფეროვნება ვერ იქნებოდა, შეზღუდული არის ეს ტექნიკურად შეუძლებელია ყველა იმ საჭიროების გათვალისწინება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას წინ უდგას. აქედან გამომდინარე 2021 წლიდან მიდგომა არსებითად შეიცვალა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს თვითონ განესაზღვრათ მათი საჭიროება, ასევე თვითონ მოდელი, მარკა, დასახელება წარმოშობის უყარა ეს ყველაფერი მათი არჩევანი იყო, მოგესალმებით, ეს საკმაოდ შეზღუდული პროცედურები არის სახელმწიფო შესყიდვების გზით. ამის და რა თქმა უნდა, რაც თავარია დასახელებები. ანუ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვები იქნა დაწესებული, ესეც რა სახის შეზღუდვებია? მცირე ჩამონათვალი არის. ნუ აქ ცოცხალი პირუტყვის თანადაფინანსება არ ხდება, ცოცხალი ცხოველის სასათბურე მეურნეობა მიმდინარე წელსაც არის, ესე ვთქვათ, ჯერჯერობით შეჩერებული არის ეს საკითხი. სხვა მხრივ საწარმოო საშუალებებზე
და გვაქვს გარკვეული სიახლეები, ამაზეც მოგახსენეთ, საწარმოო საშუალებებზე უკვე შეუძლია ფერმერმა თვითონ მიმწოდებელი თვითონ შეარჩიოს, რამაც ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ასე ვთქვათ, შექმნა ის კონკურენტული გარემო, რომელიც ფასზე აისახება. გასულ წელს ჩართული იყო 60 სხვადასხვა მიმწოდებელი პროგრამაში, რაც ერთის მხრივ თვითონ ბიზნეს ოპერატორების მიმართაც, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი არის ბუნებრივია მათი საქმიანობის და აქ არ არის რომ როგორც ერთი კონკრეტული მიმწოდებელი კი არ ჩნდება. არამედ უკვე რამდენიმე თუნდაც ერთი და იგივე დასახელების საქონელზე, რაც თავისთავად უკვე ახდენს გავლენას ფასის ფორმირებაზეც და კონკურენტულ გარემოში ხდება ფასის ვთქვათ ფორმირება, შესაბამისად როგორც საბიუჯეტო ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება და შედარებით ნაკლები ღირებულებით შესყიდვა ხდება, ასევე იგივე თანადაფინანსების ნაწილში და თანამონაწილეობის ნაწილში უпроსტად ჩვენი ფერმერებისა, ისინიც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად აყიდულობენ საქონელს. რა პროცენტულობაზე ლაპარაკი თანადაფინანსების შემთხვევაში? საბაზისო ღირებულების 60 შესყიდვის საბაზისო ფასის 70% რას გულისხმობს ეს და მადლობა რომ მოგვეცა საშუალება ამის თქმის საბაზისო ღირებულება არის, ანუ ჩვენთან როგორ ხდება პრინციპს, ძირითად პრინციპს ვიტყვით, ან ეს უკვე საინტერესო არის ფერმერებისათვის, თვითონ ბიდის, თვითონ შეარჩევს მიმწოდებელს საქონლის დასახელებას და იღებს მიმწოდებლისაგან ინვოისს აიღებს და თუ კი პირობითად კონკრეტულ მაგალითზე ვიტყვი, რომ თუ კი ის რაღაც 1000 ლარი ღირს ეს კონკრეტული დასახელების საქონელი, შემდეგ ჩვენთან როდესაც წარმოადგენს განაცხადს თან უნდა ერთოდეს. როდესაც წარმოადგენს და ხდება ბაზაში, ხდება მისი ასახვა, შეყვანა ზუსტად იგივე ანალოგიური დასახელების უბრალოდ საქონელი აქ ანალოგიურ დასახელებაში იგულისხმება რა წარმადობა, სიმძლავრე, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა იქ ბრენდს და რაღაც რომელიღაცა ბრენდი შეიძლება 1500 ღირდეს, რომელიღაცა 1000, ხო? ეს არ გაითვალისწინება, არამედ გაითვალისწინება საწარმოო მაჩვენებლები, შემადგენლობა და ფუნქციურად ის რამდენად ასრულებს ამათვინ კონკრეტულ ფუნქციას გულისხმობს. იმის დამიხვით ხდება ერთგვაროვნების დაჯგუფება და ფასის აღება განსაზღვრა ხდება უკვე უმცირესი ფასიდან, რადგან ამით დაცული იყოს ის შესაძლო რისკი, რომელიც შეიძლება ხელოვნური, ესე ვთქვათ, ხელოვნურად ფასების და გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, თუ კი სხვა ამ შემთხვევაში მინიმალური იქნება 900 ლარის წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში 900 ლარის 70% იქნება დაფინანსებული, მაგრამ შესყიდვის ეტაპზე და მომენტში თვითონ იმ ვინც 1000 ლარად წარმოადგინა, მას აქვს უფლება, ეძლევა რომ დააკორექტიროს, ან მიმწოდებელმა შეცვალოს, ან მან თვითონ ჩვენმა განცხადებელმა შეცვალოს მიმწოდებელი და სადაც 900 ლარით რაღაც იყიდება, იქიდან წარმოადგინოს, ანუ ამაში შეზღუდული შემდეგ აღარ არის რომ არ მოხდეს ისე რომ ვთქვათ სამინისტრო პრიორიტეტი მიანიჭა. დიახ, აი ზუსტად ეს არის და ეს იმდენად ასე ვთქვათ ცოცხალი პროცესია და იმდენად მოქნილად ხდება, ჩართული არიან თვითონ ჩვენი ასე ვთქვათ განცხადებლებიც და მიმწოდებლებიც და იმდენად მოქნილად არის ეს რომ აი მართლაც შეიძლება ითქვას ცოცხალ პროცესში ხდება ეს კონკურენტული ესე ვთქვათ იქნება კონკურენტული გარემო და უკვე ეს ბოლო წლებია ეს ასე ხორციელდება საკმაოდ წარმატებით და რას მინდა რომ ხაზი გაუსვა და კონკრეტულად თქვა რომ აი ის როგორც მაგალითი მოვიყვანეთ რომ ის 1000 ლარიანი ინვოისი ვისაც ხოდა წარმოდგენილი ეს იმას არნიშნავს რომ 700 ლარი დაუფინანსდება მას თუ კი იქნება 900 ლარი გამოდის 630 ლარით მოხდება მისი დაფინანსება შეუძლია მან ის დატოვოს და უბრალოდ უბრალოდ ის ხოვობა მისი გადასახდელი იქნება და უკვე 70% არ იქნება შეუძლია შეცვალოს ფაქტი არის ერთი რომ აუცილებლად ის საქონელი ყველა შემთხვევაში ბაზარზე უკვე იმ ფასად არსებობს რომელიც არის საბაზისო ფასი გასაზრდილი ანუ ამით რაღაც ისე ვთქვათ დაცული არის მისი
არა, ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ესე იგი შეუძლია ფერმერს და მაინც დატოვოს, მაგრამ უკვე 70% დაფინანსებას 63%-ით. ხო, პირობითად ვთქვათ, რომ რაღაცა ფერის გამო შეიძლება მაინც იქ უნდა და ხო. ვის შეუძლია მონაწილეობა? მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე 18 წელზე მეტი ასაკის შეეხება საქართველოს მოქალაქე აქ ჩაწერის ის არ აქვს, უბრალოდ პროექტი უნდა ხორციელდებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მინიმალური და აუცილებელი მოთხოვნა არის 1000 კვადრატული მეტრი, მაგრამ გააჩნია სხვადასხვა შემთხვევებში სხვადასხვა პირობები გვაქვს კიდე მაგალითისათვის თუკი უნდა რომ შეისყიდოს და დაგეგმილი აქვს რომ შეისყიდოს ტექნიკა, ნიადაგდამამუშავებელი და შესაწავლი ტექნიკური საშუალებები, აუცილებელი არის უკვე 2500 კვადრატული მეტრი მინიმუმი 2500 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გააჩნდეს. თუკი არის თხილის, მოგეხსენებათ რა თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა და მიმართულება არის, თუკი უნდა მას თხილის, ასე ვთქვათ, ანკრები, გამრჩევი და შემდეგ ტექნიკური საშუალებები, ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ განცხადებელს გააჩნდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, მიწა უკვე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა იყოს. წარმოუდგენელი ამონაწილი. ანუ განცხადებელი შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული. განცხადებელი სად იქნება რეგისტრირებული? მიწა აუცილებლად მოქალაქე უნდა იყოს, თავარი ეს არის. დიახ, და მიწა უნდა იყოს, მდებარეობა უნდა იყოს აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში. უნდა იყოს თხილის შემთხვევაში აუცილებელია იყოს 5000 კვადრატული მეტრი გაშენებული პლანტაცია. ასევე გვაქვს ჩვენ მეღვინეობის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ ისეთი მოთხოვნადი არის და საჭიროებები არის ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც ფინანსდება არაუმეტეს 5000 ლარის სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 5000 ლარის ღვინის გადამუშავების, კუზის გადამუშავების საწარმო საშუალებები. ამასთან ვენახი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1000 კვადრატული მეტრი. ახლა მოგეხსენებათ 1000 კვადრატული მეტრი არ არის ახლა ეს დიდი რაოდენობა, ხო? ანუ იცით, მოდით თავიდანვე კიდე ერთი მთავარი ასპექტი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საოჯახო მეურნეობების განვითარების შესაძლებლობის ღონისძიება ეს არ ითვალისწინებს ნედლეულის ყიდვას, გადამუშავებას, გაყიდვას. ანუ ეს არის თვითონ პირველადი წარმოება, როცა აქვს ადამიანს, ეს მესაქონლეობის მიმართულებით იქნება, მეცენარეების მიმართულებით, ან პირველად წარმოებას, ან პირველადი წარმოების შედეგად უკვე ნედლეულს, რომელსაც თვითონ ღებულობს საოჯახო მეურნეობაში, რომ მოხდეს მისი გადამუშავება, დამატებული ღირებულება თვითონ შექმნას და ის, ესე ვთქვათ, ის ნამეტი და დამატებითი შემოსავალიც რომ იყოს ამ მიმართულებას ემსახურება. შესაბამისად წარმატებაც იგივე დაუშვათ ღვინის შემთხვევაში, რომ საუბრობ ჩვენ იქ არის შესანახი ჭურჭელი გადამამუშავებელი, თვითონ საჭყლეტით გეკლერტი გამცლელი და ასე შემდეგ. ეს მისი წარმატება, ესე ვთქვათ, და თვითონ დანადგარის შესაბამისად ის ღირებულებების საისახება, ხო? უნდა იყოს ადეკვატური იმ მეურნეობისა, რომელიც მას გააჩნია, ეხლა ვარ იყიდოს ისეთი დანადგარი, რომელიც ხა ღვინის ქარხანას ჭირდება, ბუნებრივია ამას მონიტორინგის შედეგად იქნება ეს დადგენილი და უარი ეთქება ასე შემთხვევაში. ანუ რაც აქვს რაოდენობა, რასაც აწარმოებს, თუ იგივე ხილი და ხილის საშუალება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ის დანადგარი მეფუტკრეობის მიმართულება არის ასევე კიდე საინტერესო და ძალიან მოთხოვნადი მიმართულება არის. აქაც ამ შემთხვევაში არის 5000 ლარი მაქსიმალური გასაზღვრული. საიდან არის აღებული ეს 5000 ლარი? რატო? მაგალითად ზოგადად არის მთლიანად ქვეპროგრამის მაქსიმალური ფარგლები, ესე ვთქვათ, ცხოვრების ზღული ნორმები არის 20000 ლარი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეფუტკრეობის მიმართულებით და მეღვინეობის მიმართულებით 5000 ლარი არის გასაზღვრული. ის ანუ დათვლილი არის ეს, რომ რა დანადგარები ბაზარზე რა დანადგარებები არის, მათი ღირებულება, რომელიც საკმარისი იქნება დაუშვათ ჩვენი მეფუტკრეებისათვის. ჩვენ როგორც ვთქვით, ეს არ არის კომერციული
მიმართულებით რომ იყიდანლეული გადაამუშავა ამისთვის სხვა პროგრამა და სხვა ღონისძიებები არსებობს და სხვა დროს მექნება საუბარი რა თქმა უნდა მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სრულიად საკმარისია რა შეეხება ტექნიკას. დიახ, ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ 5000 ლარი ეს პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თუ სამინისტროსთან სამინისტრო ეს დაახლოებით არის 7200 ჯამში პროექტის ღირებულება. ხო, საპროექტო ღირებულება. შეეხება ტექნიკის მიმართულებით ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები. ამ შემთხვევაში არის იგივე ეგრეთ წოდებული მოტოკულტივატორებზე არის საუბარი შევასრულებელ აპარატზე, რომელიც ძალიან მოთხოვნადი არის ბოლო წლებში და რომელსაც ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა ფაროსანას და სხვა მამრებულ დაავადებებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ ფაროსანას გარდა იგივე თავარი საკითხი არის კულტურების მოვლა მოიხსენებათ და მამრებულ დაავადებებთან წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად ეს იმდენად ასე ვთქვათ ის რაღაც მობილური და მოქნილი და მისადაგებული აღმოჩნდა ჩვენი პირობებისათვის და რელიეფური მდგომარეობისათვის რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე დაახლოებით შეიძლება ითქვას 6-7000 ერთეული არის გასული ჩვენი პროგრამის ფარგლებში ჩვენს მოსახლეობაში. ბატონ ჯამბულ, ჩვენ შევეცადეთ იმ საეთერო დროში, რომელიც გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებია ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის და დანარჩენი თქვათ რაც თქვათ კითხვა დარჩათ კიდევ შეუძლიათ სამინისტროს ვებგვერდზე ნახონ. მადლობა თქვენ რომ იყავით. დიახ, შეიძლება ესე იგი დილის სამუშაო საათებში 5 საათამდე მოდი იმიტომ რომ შემდეგ დამუშავება ჭირდება სამუშაო დღეებში ყველა მუნიციპალიტეტში არის უკვე ჩვენი წარმომადგენელი დღეს უკვე ყველგან შესაძლებლობა იქნება მიმართონ სამუშაო საათებში 17 საათამდე წარადგინონ განაცხადები ინუისთან ბოლოვა და როდის არის და 14 მარტის ჩათვლით დღეს დაიწყო 14 მარტის სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში დღეს განაცხადების მიღება იწყება და როგორც აღნიშნეთ 14 მარტის ჩათვლით იქნება ამ თემაზე ვსაუბრობდით სტუმართან ერთად ჩვენი სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბუაძე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. დილის რადიო სტუმარი დავბრუნდით ეთერში, შევეხსენოთ მაყურებლებს, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ვართ ანა შამალაძე და ანი ჟოჟაძე. ეხლა კი დრო არის შევეხმიანოთ ჩვენს ასტროლოგ ხატია ბედოშვილს, რომელიც თბილისიდან უნდა ჩაგვერთოს. პირდაპირ ეთერში ხატია დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. ხატია ტრადიციულად ყოველ კვირეულ პროგნოზს გაგვიკეთებს თითოეული ასტროლოგიური ნიშნისთვის, თუმცა მანამ მინდა რომ რაღაცა მცირე მიმოხილვა გააკეთო თუ როგორი იქნება მთელი კვირის ფონი ასტროლოგიურად და შემდეგ გადავინაცვლოთ სათითაოდ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს. ასტროლოგიური ფონი კვირის არის საკმაოდ გაძლებული, განსაკუთრებით 13 თებერვლის ჩათვლით ჩვენს მაყურებელს ვურჩევ რომ აკონტროლონ თავიანთი ემოციები, გვაქვს სავსემთვარეობა 12 თებერვალს 17 საათსა და 53 წუთზე საქართველოს დროით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ დაძაბული და ქაოსური პერიოდი იქნება, ასევე კონფლიქტური. არ გირჩევთ რაღაც ახალი საქმეების წამოწყებას ან კონფლიქტებში შესვლას განსაკუთრებით. ეს კვირა ზოგადად გამორჩეული არის იმითი, რომ შეიძლება თითოეულ ადამიანს მოეძალოს რაღაცნაირ შინაგანი პოტენციალის ამოფრქვევა, ანუ ენერგია. ეს არის ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ არ გამოვიყენებთ წინა წლების მანძილზე და ეხლა არის აი ამ კვირაში ზუსტად ამ პოტენციალის გადატვირთვის პერიოდი, თუმცა რა თქმა უნდა, იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეს კონსტრუქციულად, აუცილებელი არის სიმშვიდის შენარჩუნება, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ღირებულებათა სისტემა და ასევე პიროვნული თვალსაზრისით. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაუდგეს განცდა, რომ შეუძლია იმაზე მეტი წარმატების მიღწევა, ვიდრე მაგალითად აქვს და აქედან გამომდინარე ეს არის მინიშნება თითოეული ადამიანისთვის განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, რომ რაღაც ახალი უნდა გააკეთონ და ეს ამ ახალის შექმნა და გაკეთება, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საკუთარი თავის რწმენაზე. შესაბამისად, ან ჩვენს მაყურებელს ვურჩევდი, რომ საკუთარი თავის რწმენა და პოტენციალის კონსტრუქციული რაღაც დაგეგმარება მოახდინონ ამ კვირაში და არა მაგალითად უშუალოდ ახალი საქმეების წამოწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
აუცილებელი არის რომ ასევე ჩავუღრმავდეთ ჩვენ შინაგან მდგომარეობას და რაც იწვევს ემოციური თვალსაზრისით დისკომფორტებს, აი ეს ამ ყველაფრისგან უნდა გავიწმინდოთ. იქიდან გამომდინარე რომ პერიოდი დადგა, როდესაც პრიორიტეტი ჩვენ უკვე გვაქვს ამ დროში ჩვენი ემოციური და სულიერი სიმშვიდე. აქედან გამომდინარე რაც გვიქმნის ამ ხრივ დისკომფორტს, აუცილებელი არის რომ ამაზე ვიმუშაოთ და აი ეს პრობლემები გადავჭრათ. ხოლო რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით. ვერძებისთვის მომავალი კვირა იქნება პიროვნული შესაძლებლობების გადაფასების კვირა. როგორც მეგობრებთან ურთიერთობებში, ასევე სასიყვარულო შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობებში დაძაბული არის ვერძებისთვის მომავალი კვირა, არ ურჩევ კონფლიქტებს, ურჩევ განმარტოვებას, საკუთარ თავს ჩაღრმავებას, ხოლო ფინანსებს რაც შეეხება, აქაც არ არის რეკომენდირებული ვერძებისთვის, რომ რაღაცა დიდი ფინანსური შენაძენები გააკეთონ ან რისკი გაიღონ. შესაბამისად, უფრო გააზრების და უფრო გადაფასების დაგეგმარების კვირა არის ვერძებისთვის, ну, მხოლოდ ვერძებისთვის არა, ყველასთვის, მაგრამ ვერძებს ეს განსაკუთრებით შეეხებათ. რაც შეეხება ყურუებს, აი ყურუებისთვის უფრო ოჯახური და სამსახურეობრივი თვალსაზრისით იქნება ან დაძაბულობა, შეიძლება მოხდეს ყურუებთან უკონტროლო ენერგიის ხარჯვა. შესაბამისად, აქაც ჩემს რჩევა არის, რა თქმა უნდა, რომ მუშაობენ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან და დრო დაუთმონ დასვენებას, ფსიქოლოგიურ, ემოციურ გადატვირთვას ყურუებმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში არ იგრძნობენ ყურუები თავს ჰარმონიულად, ხოლო ფინანსურად ჰარმონიული კვირა არის ყურუებისთვის. ტყუპებს რაც შეეხება, ტყუპებისთვის მომავალი კვირა ასევე ღირებულებების გადაფასების და გააზრების პერიოდი არის, თუმცა აქაც უფრო ნათესავებთან, თანამშრომლებთან, მეგობრებთან ტყუპებს შესაძლოა ჰქონდეთ კონფლიქტური პერიოდი. აქედან გამომდინარე ურჩევდი რომ განმარტოვდნენ ტყუპები, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს, ანუ რეალურად რა ანიჭებთ ბედნიერებას და საკუთარ ეს თქვა თავთან უნდა მოვიდნენ ჰარმონიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტყუპებთან, ხოლო ფინანსებს რაც შეეხება ტყუპებს არ აქვთ ფინანსურად რთული კვირა, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც ტყუპებსაც არ ურჩევ რაიმე ფინანსური რისკის გაღებას. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბებისთვის ფინანსური თვალსაზრისით დაძაბული კვირა არის, ასევე არის რაღაცნაირი სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი მიდის ამ კვირაში. არ ვურჩევ არანაირად რაღაცა რისკის გაღებას კირჩხიბებს, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, შეიძლება ჰქონდეთ ემოციური ან ენერგეტიკული გამოფიტულობა და კარიერული თვალსაზრისითაც აქაც კირჩხიბებსაც აქვს გადაფასების პერიოდი და არავითარ შემთხვევაში ჯერჯერობით არ შეიძლება რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ხოლო რაც შეეხება ფინანსებს, ну, რა თქმა უნდა, აქაც კირჩხიბებს არ ურჩევ არანაირ ფინანსურ რისკს ან ძვირად ღირებულ შენაძენებს. გადავიდეთ ლომებზე. ლომებისთვის ერთ-ერთი რთული კვირა არის ეს 4 ზოდიაქოსთვის, ფიქსირებული ნიშნების წარმომადგენლებისთვის და ეს არის რა თქმა უნდა ლომებიც. ლომებს ურჩევდი რომ მაქსიმალურად პარტნიორულ ურთიერთობებში გაასწორონ ბალანსი. ამავდროულად ოჯახურ ურთიერთობებში არის დაძაბულობა, ასევე ენერგეტიკული გამოფიტვა, ფსიქოლოგიური გამოფიტვა, შეიძლება იგრძნონ გადაღლა და აი აქაც ლომებს ურჩევდი განსაკუთრებით ამ ზოდიაქოს რომ თავიანთი პოტენციალი, თავიანთი ღირებულებები, შესაძლებლობები გაანალიზონ და შეუდგნენ აი ამ შესაძლებლობების ასე ვთქვათ რეალიზაციას, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე აღსანიშნავი არის, რომ ლომებს არ დაეხმარებიან სხვა ადამიანები, ამის გაკეთება მოუწევთ მარტოს, თუ დაეყრდნობიან საკუთარ თავს და საკუთარი თავის რწმენაზე გააკეთებენ უფრო დიდ აქცენტს, ამ შემთხვევაში გამოგივათ ყველაფერი, თუმცა კონფლიქტურობა არ არის რეკომენდირებული ან რაღაცა ურთიერთობების მოგვარება ამ კვირაში ნამდვილად. უფრო საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ. ქალწულებს რაც შეეხებათ, ქალწულებისთვის აქაც არის ნამდვილად სამსახურეობრივი თვალსაზრისით დაძაბულობა, კონფლიქტურობის ალბათობა, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისიდან ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ქალწულებმა ყურადღება, ხოლო რაც შეეხებათ ფინანსებს, ფინანსურად არ აქვს რთული პერიოდი, რთული კვირა ქალწულებს, უფრო აი ეს რაღაცნაირი დეპრესიული ფონი შეიძლება ჰქონდეთ და როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული, ანუ ვერ გამოყენებული პირადი პოტენციალიდან გამომდინარე, რომელიც მე როგორ დესტრუქციულად და ემოციურად ვლინდება. ამიტომ ჩაუღრმავდნენ საკუთარ შესაძლებლობებს ასევე ქალწულები. რაც შეეხებათ სასწორებს, სასწორებისთვის მე მეგობრებთან ურთიერთობებში ცოტა დაძაბული არის მოცემულობა. შესაძლოა რომ მოხდეს სასწორების შემთხვევაში ადამიანების უკონტროლო წასვლა თქვენი ცხოვრებიდან ამ კვირაში.
ან თქვენი სურვილი შეიძლება იყოს რომ წავიდნენ და რაღაცნაირად მობეზრების მომენტი გქონდეთ სასწორად რაღაცა ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე ვურჩევდი რომ განმარტოვდნენ ყურადღება მიაქციონ თავიანთ შინაგან მდგომარეობას და რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, აქაც ღირებულებათა სისტემა იცვლება და სასწორებმა შეიძლება აბსოლუტურად აღმოაჩინონ, რომ ის რაც ეგონათ, რომ აქამდე მოწონდათ ან აკმაყოფილებდათ ურთიერთობებში, ეხლა საერთოდ არ არის ეს მისაღები მათთვის და აქედან გამომდინარე უკვე უნდა იზრუნონ თავიანთ შინაგან მდგომარეობაზე პირველ რიგში. მორიელებს რაც შეეხება, აქაც მორიელებისთვის ერთ-ერთი ფიქსირებული ნიშანია და ასევე საკმაოდ დაძაბული არის ეს კვირა. აქედან ეს არის მოცემულობა, როდესაც სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ასევე ოჯახური თვალსაზრისით შეიძლება გქონდეთ დაძაბულობა, გამოფიტვა, ენერგიის უკონტროლო ხარჯვა, ზედმეტი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე თუნდაც, თუმცა ეს პასუხისმგებლობები მორიელებმა არ უნდა გააპროტესტონ, ამ შემთხვევაში გადაიტანენ მარტივად და სამყაროსგან მიიღებენ საჩუქრებს. ხოლო რაც შეეხება ფინანსურად დაძაბული კვირა არის მორიელებისთვის და ვურჩევდი რომ მაქსიმალურად დაზოგონ როგორც ფიზიკური ენერგიები, ასევე მატერიალური რესურსები. გადავიდეთ მშვილდოსნებზე. მშვილდოსნებისთვის ასევე არის ესე ვთქვათ შესაძლებლობების პერიოდი არის. შემიძლია რომ თავმა თქვა მშვილდოსნებს მიეცემათ საშუალება როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე ოჯახური და პიროვნული თვალსაზრისით წინსვლის პერსპექტივები. ეს პერსპექტივები შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც ეხლა გამოვლენილი, ან ხვალვე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ეხლა განვითარებული მოვლენები სამომავლო და მიღებული გადაწყვეტილებები ან შემოთავაზებები სამომავლოდ მოახდენს კარგ გავლენას მშვილდოსნების ცხოვრებაზე. რაც შეეხება თხისრგებისთვის, აი აქაც ნათესაობთან ურთიერთობები არის დაძაბული, ასევე იმ ადამიანებთან ყოველდღიურ შემოხვედრებთან ურთიერთობები. ვურჩევდი რომ ანუ ინფორმაცია რომლებსაც მიიღებენ გაფილტრონ თხისრგებმა, ხოლო ფინანსური თვალსაზრისით აქაც არის დაძაბულობა, განსაკუთრებით უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები ელექტროობასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, აი აქაც უფრო ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება გქონდეთ პროტესტები, ამიტომ თხისრგებს ვურჩევდი რომ მაქსიმალურად ეს პროტესტები მხოლოდ ანუ საკუთარი ემოციებიდან გამომდინარე გადაჭრან და არ შევიდნენ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან, ანუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ. მერწყულებს რაც შეეხება, მერწყულში არის სავსე მთვარეობა, მერწყული ლომის ღერძზე, შესაბამისად აი აქაც მერწყულები ერთ-ერთი ზოდიაქური ვისთვისაც რთული კვირა არის, აქაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მე ვურჩევდი მერწყულებს რომ დაზოგონ ენერგიები და აღიდგინონ და გაატარონ მაქსიმალურად ისე ეს დღეები როგორც უნდათ რომ მთელი წელი გქონდეთ. აქედან გამომდინარე უფრო პარტნიორულ ურთიერთობებში არის პრობლემები და კარიერული თვალსაზრისითაც შეიძლება იგრძნონ ან განცდა გქონდეთ რომ არიან ჩიხში, თუმცა ეს ჩიხი არ არის, ეს არის თქვენი გამოუმუშავებელი პოტენციალი, რომელიც შესაძლოა დესტრუქციულად ვრინდებოდეს და იწვევდეს ფსიქოლოგიურ კრიზისს. რაც შეეხება თევზებს, აი თევზებს ევალებათ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი რესურსების დაზოგვა ამ კვირაში, საკუთარ თავს როგორც შეიყვარებენ, საკუთარი თავის მიმართ რა სტანდარტებსაც დააწესებენ. ამ კვირაში თევზები იმას მიიღებენ ზუსტად სამყაროსგან. შესაბამისად, თუ გარე მხრიდან თევზები გრძნობენ უსიყვარულობას, ეს გასაგები უნდა იყოს, რომ ეს შინაგანი უსიყვარულობა არის საკუთარი თავის მიმართ. პარტნიორულ ურთიერთობებში არის დაძაბულობა და ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც თევზებთან არის კონფლიქტურობის ალბათობა და შეიკავეთ თავი აი ამ კონფლიქტებისგან, ასევე თევზებს ვურჩევდი რომ ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ნუ გამოიფიტებიან ენერგეტიკულ გამოფიტვას, ხოლო გამოიწვევს ემოციური გამოფიტვა, ანუ ემოციური ფონი. ამიტომ ემოციების კონტროლით თევზები შეძლებენ რომ გააკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობაც და ურთიერთობებიც. ხომდე რეკომენდებული მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრა იგივე ექიმთან მისვლა, სტომატოლოგი, კოსმეტიკური ჩარევები და ასე შემდეგ კოსმეტოლოგიური. არ არის რეკომენდირებული ამ კვირაში განსაკუთრებით. საერთოდ არ არის რეკომენდირებული, თუ მაგალითად ხვალ მოვასწრებთ 11 თებერვალს, შეიძლება რომ ხვალ კი ბატონო, ანუ 12 თებერვლამდე. 12 თებერვლამდე, მაგრამ ხვალ უკვე იქნება აი ეს სავსე მთვარეობის ფონი და თუ შესაძლებელია რომ გადავდოთ 14-მდე, კარგი იქნება. დიდი მადლობა. გემშვიდობებით ხატია. ჩვენ კი დრო არის ახლა შევეხმიანოთ საინფორმაციო გადაცემას, იმიტომ რომ შესრულდა ზუსტად 10 საათი. სულხან დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ერთად გავიგოთ ახალი ამბები.
ბათუმში გუშინ კაცი დაჭრა შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების მიმდებარედ მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ინფორმაციით სროლას წინ ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტი უძღოდა. დაკავებულია ერთი პირი. ექსპერტ კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი არ არის უკანონო შეძენა გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სხვა დეტალების მოწოდება არ შეგვიძლია ამ დროისთვის რა. ამასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ პრესსამსახურს და ისინი მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას. დღეიდან ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით. მერე ის ინფორმაციით სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი, მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, ასევე უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების გამო მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც. სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს. მოხდება ნინოშვილის ქუჩის გაორმხრივება, ესევე მოხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე აღდგება ორმხრივი მოძრაობა. გრიბოედოვის ქუჩაზე გორგილაძიდან აბუსელიძის ქუჩის მონაკვეთში აღდგება ორმხრივი მოძრაობა. ეს ქუჩები თავისთავად იქნება აღჭურვილი ახალი საგზაო ნიშნებით, შესაბამისად დროებითი საგზაო ნიშნებით და დროებითი მონიშნებით. პირველი ნომერი ავტობუსები იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან, შემდეგ გრიბოედოვის ქუჩით გადმოვა გორგილაძის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩით ბარათაშვილი და გააგრძელებს ჩვეულებრივად ბაქოს ქუჩით მოძრაობას. პირველი A ბაქოს ქუჩით რუსთაველი დემეტრე თავდადებულით შემოვა გორგილაძის ქუჩაზე, გორგილაძე გრიბოედოვი და წავა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩით. 10-10 იმოძრავებს ამავე მიმართულებით, ამ მარშრუტით, უკან მიმართულებით კი იმოძრავებენ ბაქოს ქუჩა, რუსთაველი, თავდადებული, გორგილაძე. 7 და 11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავენ გორგილაძის ქუჩის გავლით. დაკავებული მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი უკვე ერთი თვეში მშილობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკა ვიომედში ექიმები აკვირდებიან, თუმცა თავად პატიმარი ჟურნალისტის სურვილია, რომ ის ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ამის მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკის ფარგლებში გაგრძელდეს, რადგან შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს. მოშიმშილე ჟურნალისტი გუშინ კიდევ ერთხელ მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ დღეს მასთან ადვოკატები შევლენ. რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ბათუმის აქციების მედროშე ცნობილ თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მათ არ აწვდით. თემურ ქათამაძე უკვე 25 დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც. თურქეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით 5 დღით, შემდეგ კი 16 იანვარს ხელახლა დააკავა. მისი ქვეყნიდან გაძევების საქმის განხილვამდე იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. უწყვეტი პროტესტის 74 ღამე და პროტესტის მონაწილეთა მოლოდინები ბათუმში მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტით გარკვეული შედეგი მიღწეულია და მისი გაგრძელება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მნიშვნელოვანია. მოთხოვნები კი უცვლელია და ბოლო დროს მას აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის მოშიმშილეების გათავისუფლება დაემატა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამშობლოსთვის ბრძოლა ბოლომდეა და მათ უკან დასახელი გზა აღარ აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოსავალი არ აგვაქვს. აქ ყოფ ხალხს ზოგადად საქართველოს ყველა მკვიდრს, საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ესენი არიან არაღიარებული ხელისუფლება, მათ მიიტაცეს ძალაუფლება, ისინი არიან, რა ვიცი, მთელი სამყაროსგან იზოლირებული და თავიანთ ნებაზე მიხტავთ ქვეყანა უსკრულისკენ და შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ბრძოლით, ქუჩის პროტესტით მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ ფარგლებში და პოლიტიკა მაშინ იქნება დაალაგებული ქვეყანაში, როცა ესენი ამ ქვეყანას დატოვებენ.
უკრაინის პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს და ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს თუ ეცოდინება რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინას არ მიატოვებენ. ჟურნალისტის კითხვაზე თანახმა იქნება თუ არა საომარი მოქმედებების გაყინვაზე ამჟამინდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ თუ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ექნება, ზელენსკიმ უპასუხა რომ ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის იქნება ისინი. ასევე CBS News-ის ინფორმაციით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance Volodymyr Zelensky შეხვდება. გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14 თებერვალს იწყება, უკრაინის დელეგაციას Zelensky უხელმძღვანელებს. თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. თუ არსებობს ასეთი პერსპექტივები და ჩვენ გვესმის, როგორ განვითარდება ომის დასრულება შემდგომში, რომ ნამდვილი დიპლომატიით შეგვიძლია მივახციოთ სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მაშინ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები. თუ ნატო იყო და ჩვენ მზად ვართ მოგცეთ ნატო, მაგრამ ვერ მოგცემთ ნატოს იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს სამართლიანი იქნებოდა და ჩვენ აუცილებლად მივიღებდით ამას. ძალიან ბევრი საკითხია, ბევრი დეტალია ამ ყველაფერზე საუბარია, საჭირო რუსეთმა დაარღვია სუვერენიტეტი. ამიტომ იმ მომენტში, როცა რუსეთი სუსტი იქნება და რა თქმა უნდა, იქნება იმ მომენტში ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენი ამოცანაა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და დიპლომატიური გზით დაბრუნდეს, რადგან ხალხის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა ამერიკის შეერთებული შტატები პროგრესს მიაღწევს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე, თუმცა უარი თქვა დეტალებისა და ნებისმიერი კომუნიკაციის გახმაურებაზე, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიუთითა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა პუტინთან, რაც პირველი ოფიციალურად აღიარებული საუბარია პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის 2022 წლის დასაწყისიდან. კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას პუტინთან საუბარი მაშინ რაც ის პრეზიდენტი გახდა 20 იანვარს თუ მანამდე, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრ საუბარს ელოდება. პრიშტინის ქუჩებში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ალბანეთის დროშებით ხელში მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი კურტისთან ერთად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მივიდა, სადაც პრემიერმა არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შესახებ განაცხადა. კურტიმ პირობადად რომ შექმნის ახალ მთავრობას, თუმცა არ უხსენებია იქნება თუ არა ის კოალიციური. ეგზიტ-პოლისა და პარტიული ხმების დათვლის შედეგად კოსოვოს მმართველ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის სავარაუდოდ სხვა პარტიებთან მოუწევს კოალიციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. კოსოვოს საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო შედეგების გამოქვეყნება კვირას, რადგან მისი პროგრამული უზრუნველყოფა გათიშული იყო და ისინი ხელით შეაგროვებენ მონაცემებს და ორშაბათს დილით გამოაქვეყნებენ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფარგლებში ასობით სერბმა სტუდენტმა და ადგილობრივმა ქალაქ მინსკში ავტომაგისტრალი გადაკეტა. მობიტინგეებს ეჭირათ ბანერები და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. შემდგომ კი 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს გასული წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაუბრუნდა ხსოვნას. ისინი მომხდარ ტრაგედიაში სერბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პასუხისმგებელ პირთა გასამართლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციები, რომელიც თავდაპირველად ნოვი-სადის უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო, გავრცელდა მთელ ქვეყანაში, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. დემონსტრანტები ამბობენ, რომ კატასტროფის მიზეზი კორუფცია, ნეპოტიზმი და უხარისხო მშენებლობა იყო და მოითხოვენ სწრაფ სასამართლო რეაგირებას დამნაშავეთა წინააღმდეგ. ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. 1000-ზე მეტი სპორტსმენი ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრება, მათ შორის ქართველი მხოლოდ 8 მონაწილეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ამრიგად საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, რომელსაც ჩატარებული აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მომდევნო გამოშვებით კი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დავბრუნდებით. დაგველოდეთ დროებით.
მადლობა სულხან, გემშვიდობება მაყურებელი 12 საათამდე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. შეგახსენებთ თქვენ უყურებთ დილის ტალღას და დილიდან თქვენთან ერთად ვართ მე, ანა შოშაძე და ანა შამილაძე. ჯერ კიდევ საინტერესო თემები წინ არის და მოდი ვნახოთ გადაცემის მესამე ნაწილის ანონსი. გადაცემის მესამე ნაწილში ინგლისელი ფსიქიატრების დაკვირვებით ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ რუბიკის თავსატეხის აწყობას, ბრაზდებოდნენ და მისი დამტვრევის სურვილი უჩნდებოდათ. ზუსტად ასეთი არამყარი ფსიქიკის ადამიანებისთვის გამოუშვეს პლასტმასის ნაჯახები, რომლებიც კუბის დასასჯელად გამოიყენებოდა. ბათუმში კი არსებობს წრე, სადაც რუბიკის კუბის აწყობას ასწავლიან ბავშვებს. დეტალებს სიუჟეტიდან გაიგებთ. რა არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მოსამზადებლად და რა უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზაობა თუ აკადემიური ცოდნა. დაგველოდეთ, სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. ახლა უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელიც მოგვიმზადა ჩვენმა კოლეგამ გაბრიელა კვაჭანტირაძემ. კუბიკ რუბიკის წრე ყოფილა ბათუმში და მოდი ვნახოთ, ბავშვები დადიან და რაღაცა გონებრივი და მენტალურ განვითარებას უწყობს ხელს, მოკლედ ეს წრე. ვნახოთ უფრო დეტალურად თუ რაზე უნდა გვიამბოს გაბრიელა კვაჭანტირაძემ. კუბიკის რუბი თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც მაგიური კუბი, მექანიკური თავსატეხი, რომელიც გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა. თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დაალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისაგან შედგებოდეს. 2009 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით სულ 350 მილიონი კუბიკის რუბი იყო გაყიდული. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი გახდა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი თავსატეხი და ბავშვებისთვის ძალიან კარგად ანვითარებს იმ უნარჩვევებს, როგორიც არის ინტელექტი, გონება, მეხსიერება და ნატიფი მოტორიკის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ეს იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, როდესაც ვიწევდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. 1-2 ვიდეო ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვებს ძალიან დააინტერესა ეს რუბიკის თემა და შემდეგ როცა დავბრუნდით საკლასო ოთახებში, ცოტა ხანი მოგვიწია კლასში სპორტის გაკვეთილების ჩატარება და გავაგრძელეთ შემდეგ ამ რუბიკის გაკვეთილები. რუბიკის კუბის აწყობა არც ისე რთულია. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის რუბიკის კუბი, ცოტა დრო, მოთმინება და შეუპოვრობა. იმისთვის, რომ ისწავლოთ კუბის აწყობა, უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს და რა ელემენტებისაგან შედგება ის. ამას აქვს მისი ეტაპები, სულ შედგება 8 ეტაპისგან და რამე ჩემებურს ვერ მოვიგონებ რა. უბრალოდ მთავარია ბავშვებს ძალიან მარტივად მათთვის გასაგებენაზე აუხსნათ ეს ყველაფერი, რომ ვინც მარტივად ისწავლის, იმასაც ვავალებ შემდეგ, რომ მის მეგობრებს უფრო ასწავლონ. პირველი ეტაპის შემდეგ ვცდილობ, რომ მეორე ეტაპზე არ გადავიდეთ, რომ ეს პირველი ეტაპი კარგად განამტკიცონ ბავშვებმა და ყოველი ეტაპის სწავლების შემდეგ ვატარებ შიდა საკლასო ჩემპიონატს. შევთავაზე მშობლებსაც, ბავშვებსაც და დიდი სიამოვნებით დავთანხმდენ ამ ყველაფერზე დირექციას, რა თქმა უნდა. და მოვაწყოთ შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება და მის მერე მოვყვებით აი ამ რუბიკის გაკვეთილებს. იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს კუბი არის თქვენი სერიოზული სამშენებლო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სწორი მოძრაობები და არ დაუშვათ შეცდომების შეკრების ყველა ეტაპზე. არსებობს თავსატეხის ამოხსნის სულ 3 მეთოდი: მარტივი, საშუალო და რთული. თქვენ ალბათ შეხვედრიეთ ინტერნეტში ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ ამოხსნათ რუბიკის კუბი, თუმცა სულ სხვა, როდესაც ადამიანი პირადად გასწავლის ამას. დავით ონიაშვილის მოსწავლეებს კი ნამდვილად გაუმართლათ. ის პირველი პედაგოგია, რომელმაც სკოლაში რუბიკის კუბის ამოხსნის მეთოდის სწავლა დანერგა. დავითი სპორტის მასწავლებელია, ახლა კი სპორტის გაკვეთილებზე ბავშვებს სხვადასხვა ჩემპიონატისთვის ამზადებს. მეგონა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში მასწავლებელი ისე კარგად გვიხსნიდა, რომ მე ძალიან მალე ვისწავლე კუბიკის აწყობა. მე ყოველდღე ვარჯიშობ, რათა არ ჩამორჩეს სხვაებს და აუჩქარო
აწყობას ვცნებობდი კიდეც რომ მეწყო რუბიკი. ეს ჩემი პირველი აწყობის პროცესია, რომელიც გავედი მეორე ადგილზე და ძალიან მომწონს ეს ეტაპი. მინდა რომ სხვებსაც ესე გაუზიაროთ ჩვენი რუბიკის აწყობა. ჯერ ბოლომდე მისწავლია კუბიკის აწყობა, მაგრამ გავაგრძელებ. ვისწავლი აუცილებლად. მინდა რომ მომდოვებული ვიყო და ძალიან სწრაფად დავაწყო კუბიკი. დავითი სპორტის მასწავლებელია. ახლა კი სპორტის გაკვეთილებზე ბავშვებს სხვადასხვა ჩემპიონატისთვის ამზადებს. მადლობა გაბრიელას, მე არ ვიცოდი რომ ესეთი წრე არსებობდა ქალაქში, ასე რომ და შეიძლება ითქვას რომ ბავშვების მერე არც ამიწყვია კუბი. მე სახლში ჩემი შვილები აწყობენ ხოლმე და შესაბამისად ზოგჯერ მაქვს მეც მცდელობა, მაგრამ არ გამომდის. შენ წარმოიდგინე თავის ცოდნა უნდა და თან რაღაც ნიჭიც ყოფილა ეგ სხვათა შორის არიან ბავშვები, რომლებიც რეკორდებსაც კი ამყარებენ. ახლა გამიჩნდა ინტერესი რომ კიდევ ერთხელ ვცადო და აუცილებლად ვუცდი. პრინციპში მონათ ესავე თემით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. ბავშვის სკოლისთვის მომზადება მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ყოველთვის ღელავენ, ნერვიულობენ, ცდილობენ რომ ბავშვს მაქსიმალურად მეტი ცოდნა შესძინონ სკოლაში შესვლის წინ, ასწავლონ მათემატიკა, წერა, კითხვა, ანგარიშის საფუძვლები. თუმცა საინტერესოა რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი აკადემიური დატვირთვა ესეთ პატარა ასაკში. ხო, გარდა აკადემიური ცოდნისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა, რამდენად მზად არის ბავშვი ახალი გარემოსთვის, ახალი წესებისა და სოციალური ურთიერთობებისთვის. პრინციპში ამ თემაზე ვისაუბრებთ. საჭიროა თუ არა წინა სასკოლო პროგრამები და ბავშვის აკადემიური მზაობა სკოლაში შესვლის წინ დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად რამდენიმე წამში დაგვალოდეთ. სტუმარი უკვე შემოგვერდა ანანო დიასამიძე, ფსიქოლოგი. დილამშვიდობის ანანო, გვიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ მშობლების ნაწილი ფიქრობს რომ სკოლამდელმა ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს რაღაც გარკვეული ცოდნა საბაზისო იმისთვის რომ სკოლაში უფრო მარტივი იყოს მისი ადაპტაცია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს რომ ბავშვმა წინა სასკოლო პერიოდი უნდა გაიაროს აი ისევე რაღაცა მთელი მოწოდებით, რასაც ქვია საგანმანათლებლო მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს და წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. ძალიან ისეთი საკამათო საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში განსაკუთრებით მშობლები თვლიან, რომ სკოლაში ბავშვი უნდა წავიდეს სრულად მომზადებული, იმიტომ რომ გაგვიგია ესეთი ფრაზები სხვებს არ ჩამორჩეს, პროგრამას არ ჩამორჩეს და ასე შემდეგ. თუმცა გვავიწყდება, რომ ხშირად ფსიქოლოგიური მზაობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აკადემიური და რატომ? ანუ ამ ფსიქოლოგიურ მზაობაშიც ხშირად მშობლები არასწორად მოიაზრებენ თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, მაგალითად ესეთი შემთხვევა ხშირია, როცა სკოლაში წასვლამდე მშობლები ბავშვებს მაქსიმალურად ფერადად უხატავენ ამ სასკოლო გარემოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბევრი მეგობარი გეყოლება, იქ იმხიარულებ და ასე შემდეგ და ბავშვი სკოლაში მიდის და ხვდება, რომ ვიღაცამ რაღაცა დაუხია, ვიღაცამ რაღაცა გადაუგდოდ, ვიღაცასთან წაიკარგა და წესებს უნდა დაემორჩილონ. ხო, რაღაცა ჩარჩოებში უწევს მოქცევა და სულ სხვა რეალობა და იმედგაცრუებულები ჩნდებიან ბავშვები. ამიტომ პირველ რიგში ეს შეცდომა რომ თავიდან ავირიდოთ, საჭიროა რომ რეალისტური მოლოდინები შევუქმნოთ. არ არის აუცილებელი რომ ბავშვი დავისვათ და ვესაუბროთ რომ შეიძლება ეს მოხდეს, იმიტომ რომ ამასაკში რთულია რომ გაიაზროს რა შეიძლება მოხდეს, ასე ალბათობით ნაკლებად აღიქვამენ. უბრალოდ შეიძლება საერთოდ არ გვისმენდეს, თავისთვის თამაშობდეს და ჩვენ პარტნიორთან ან ოჯახის წევრთან საუბრობდეთ, რომ აი გახსოვს ჩვენ რო სკოლაში რაღაც ესე დაგვემართა, ის მოხდა, ეს მოხდა. უკვე იცის რომ მსგავსი გამოცდილება გაქვთ და აი სკოლაში რომ რაღაცა წინაღობას ამ პრობლემას აწყდება, აღარ აქვს ის განცდა რომ მე რო დედა სკოლას მიხატავდა რაღაცა ძალიან მხიარულ ადგილად, იმან არ იცის მე რა შეიძლება განვიცდე, ანუ უკვე აქვს განცდა და შეგრძნება რომ შენ მას გაუგებ და დაეხმარებ. დობით არის უკვე აქტიური. აი თუ მაინც მშობელმა შეასწავლა სხვადასხვა მიმართულებით მისცა ცოდნა წინასასკოლოდ, რამდენად მოქმედებს ეს ადრეულ ასაკში ამხელა დატვირთვა, მოქმედებს თუ არა მის мотиваციაზე, შეიძლება თუ არა უკვე არ დაწყებული სასწავლო პროცესში შესძულდეს მაგალითად და ნეგატიურად განეწყოს. ანუ რა ემოციური პროცესები მიმდინარეობს ესე დროს პატარა ბავშვში? რა თქმა უნდა, мотиваციაზე პირდაპირ აისახება და რატომ?
პატარებს კი არა ჩვენს გვიჭირს იმავე ინფორმაციის მოსმენა, რაც უკვე ვიცით და გააზრებული გვაქვს. წარმოიდგინეთ, ბავშვს ვთხოვთ, რომ მთელი საგაკვეთილო პროცესი გაჩერდეს, მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია და ამ დროს შენ უხსნი კიდევ იმას, რაც უკვე მან იცის. ამ დროს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რომ ვიფიქროს არა სასკოლო რაღაცეებზე, ანუ დაკავდეს იმით, რაც რეალურად იმ დროს არ არის საჭირო. გარდა ამისა, ხშირად ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ანუ პროგრამას აუცილებლად დაეწევა, ეს ისე არის შექმნილი, რომ ყველა ბავშვმა გაიაროს და ისწავლოს, მაგრამ ამისთვის რა არის მნიშვნელოვანი, იმას არ ვაქცევთ ყურადღებას, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დავჯდეთ და პირველ კლასამდე ვასწავლოთ ამბანი, წერა, კითხვა და მათემატიკა, ხომ არ ჯობია განმოვითაროთ ისეთი უნარები, როგორიცაა კონცენტრაციის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა პირველ კლასებში არის ეს, ანუ არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია. ვასწავლოთ პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და ასე შემდეგ, ანუ ეს უნარები თუ აქვს, აუცილებლად დაძლევს პროგრამას, ანუ როგორი ან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ანკესი უნდა მივცეთ, რომ თევზაობა ისწავლოს და არა თვითონ თევზი. თუ ეს უნარები აქვს, აუცილებლად ეს მარტო სასკოლო არ არის, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც თავს მარტივად გაიტანს. ყველა ბავშვი ინდივიდია და ბუნებრივია, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რით შეგვიძლია გამოვარჩიოთ და რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი წინა სასკოლო პერიოდში? რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია არ არის სუსტი მეცნიერება, აქ რაღაცა მათემატიკური ფორმულები არ არის და ყველა ბავშვზე ერთი და იგივე მიდგომა არ ჭრის. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეგვეძლოს ჩვენი შვილის მოსმენა. აი კი ვიძახით და ვამტკიცებთ, რომ არ არის აუცილებელი, რომ წინასწარ იცოდეს, იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება мотиваციაზე აისახოს. თუმცა არის ბავშვები, რომლებიც პირიქით, ვინც იცის, ვინც აქტიურობს, უფრო კარგად გრძნობს შემდეგ თავს, უფრო მარტივად ადაპტირდება გარემოსთან. ანუ ყველა ვარიანტში მაინც უნდა შეგვეძლოს ჩვენი შვილის გადმოსახედიდან პრობლემის შეფასება, თუმცა ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ჯერ კიდევ პიაჟე როდის ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია უნარი და არა რაღაცა კონკრეტული ცოდნა. თუ უნარს მივცემთ, ბევრად უფრო დავეხმარებით ჩვენ შვილებს, ვიდრე რაღაცა ლექსები დავაზეპირებინოთ და ისე მივიყვანოთ სკოლაში. რამდენად რეკომენდებულია მაგალითად სხვადასხვა წრეზე ბავშვის შეყვანა, იქნება ეს სპორტის სახეობა, ცეკვა, თუ ჯობია ჯერ სკოლის პერიოდს მიეჩვიოს, რაღაც რეჟიმში იყოს და უკვე შემდეგ დავტვირთოთ სხვადასხვა არასასკოლო აქტივობებით. არა, არასასკოლო აქტივობებით და ტვირთვა არ არის ცუდი, პირიქით, რაც მეტი ინტერესის სფერო ექნება, მით უკეთესი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რა, ხშირად მშობლები ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში ენერგია დაცალოს და სახლში ისე მივიდეს, რომ დაიძინოს და დაისვენოს. ანუ ნუ ვუყურებთ ბავშვებს რაღაცა დივაისებივით, ანუ არ არის საჭირო, რომ ბოლომდე დაცალოს ენერგია და მერე დაიმოხტოს, ანუ რაღაცა ენერგია უნდა დავუტოვოთ იმისთვის, რომ დრო დარჩეს თვითგამოხატვისთვის, რაღაცა თავისი შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით გამოცდისთვის არ არის აუცილებელი 5 და 10 წრეზე სიარული, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რამეს თვითონ მოისურვებს, კი შეიძლება ვთქვათ, რომ სპორტი აუცილებელია, მაგრამ თუ არ უნდა დაძალებას, ჯობია რომ არიაროს საერთოდ. აი თქვენ თავში ახსენეთ, რომ იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს ბავშვი და ეს რაღაცა გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შეუქმნათ. არსებობს რაიმე მეთოდები, ისეთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ვთქვათ, მაყურებელს გაუზიაროთ, ვინც სექტემბერში აპირებს ბავშვის შეყვანას სკოლაში. აი რა მეთოდებით შეიძლება რომ ბავშვი რაღაცნაირად დავმუხტოთ და მოვამზადოთ ფსიქოლოგიურად სკოლისთვის. დიახ, ნახეთ, აი მაგალითად აი ხრიკები. ხო, აი ჯგუფური სავარჯიშო, აი ბავშვი, რომელიც გაიზარდა რაღაცა ძალიან ისეთ გარემოში, სადაც მისი სიტყვა ყოველთვის იყო პრიორიტეტული, იმიტომ რომ პატარა ან უმცროსი ან ერთი ბავშვია, მივიდა სასკოლო გარემოში და ჯგუფურ აქტივობაში ვერ დაიმკვიდრა თავი ისე, როგორც მას სურდა, ეს უკვე მისთვის არის კატასტროფულად დიდი სტრესი. ჩვენ შეგვიძლია რომ აი ელემენტარული რაღაცეებით, აი თუნდაც ტელევიზორს უყურებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ შვილს უნდა, ხო? აი უნდა ვასწავლოთ ისიც, რომ დღეს რაც მე მინდა, შეიძლება იმას უყუროთ, ხვალ რაც ჩვენს ძმას უნდა. აი ესეთი მარტივი რაღაცებით, ან კონცენტრაციაზე შეიძლება რომ თამაშობდეს, თუნდაც აი კალათბურთს. ანუ ფუფუნებაში ხელის გულზე გაზრდილი ბავშვი უფრო რთულად ადაპტირდება, შეიძლება ითქვას, რომ კი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვზრუნავთ ჩვენი შვილების ეგოს წინ წამოწევაზე, მაგრამ გვავიწყდება რომ სამყარო ასე არ არის მოწყობილი და როცა გავა გარეთ და სოციუმში ადაპტაციის დრო როცა მოვა, მიხვდება რომ იქ სხვისი ეგოებიც არსებობს და მათთან ერთად უწევს მას ურთიერთობა და ამიტომ ყოველთვის მე ვიყო პრიორიტეტული, ასე სამწუხაროდ
არ ხდება. ამიტომ ეს აქედანვე თუ ან პატარა ასაკიდან თუ ასწავლით რომ აი რაღაცა ელემენტარულ დათმობებზე წავიდეს თუნდაც ან თანამშრომლობა ისწავლოს, ან უნდა ვასწავლოთ რომ არ დაიჩაგროს, მაგრამ სხვაც არ უნდა დაჩაგროს. აი ესეთი ელემენტარული რაღაცეებით შეიძლება რომ მომამზადოთ სკოლისთვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად, ალბათ მშობლები გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს და ჩვენი გადაცემაც დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ. ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი არანო დიასამიძე, ჩვენი საეთერო დრო ამით ამოიწურა, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.